მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა ჯორჯია ფორსტი გთავაზობთ გადაცემას მილენიალს. მე კინოგრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს საკმაოდ უცნაური გადაცემა გვექნება, არაორდინალური, იმიტომ რომ თუ კი აქამდე ძირითადად თანამოაზრეები ხავთ და დღეს იდეოლოგიურად განსხვავებული ადამიანი ხავს, ცნობილი, ასევე ცნობილი პოლიტიკოსი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია. მადლობა რომ მოხვედით, იაგო. მადლობა მოწვევისთვის. და პირველ რიგში მინდა თქვა, რომ აი ჩემთვის მაგალითად როგორც ისტორიკოსისთვის, თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ უშუალოდ ისტორიისთვის, იმიტომ რომ აი ეს რასაც ეხება ეს არქივის შექმნა, და რეალურად არქივია, ცოცხალი არქივის შექმნა, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და როგორც ხვდები, ისტორია გიყვართ. ძალიან. რადგან იდეოლოგიაზე სასაუბრად მოვედით, ჩემი ერთ-ერთი ესეთი პრეტენზია, როგორც თუნდაც მემარცხენეების მიმართ, ისე ლიბერტარიანების მიმართ არის ის, რომ მე ვერ ვხედავ მაგალითად თავისუფალ ბაზრის პრიმატს ისტორიაში. ეს მე მგონია უფრო იდეოლოგიური პროექტი, ვიდრე რეალური ისტორიული ან რეალური რაღაცა მოვლენა. მაგალითისთვის ავიღებ. არ არსებობს მე არც ერთ ისტორიის მონაკვეთში ვერ ვხედავ თუ რა არის თავისუფალი ბაზარი. ის რაც აღწერილია იდეოლოგიების მიერ, ხო? ისეთი ბაზარი ჩემი აზრით არ არსებობს. კაცობრიობის არ არსებობდა და არც იარსებებს სავარაუდოდ კაცობრიობის ისტორიაში. ყოველთვის იდეოლოგიის მიერ აღწერილი რაღაც კონცეფცია და ისტორიკოსის მიერ აღწერილი კონცეფცია ორი განსხვავებული კონცეფციაა, როგორც წესი ხომ. ჩემი პირველი ესეთი პრეტენზია არის ის, რომ თქვენ იდეალიზებას ახდენთ მაგ თავისუფალი ბაზრის. სოციალისტები კიდე პირიქით დემონიზებას ახდენდნენ. და რეალურად ჩემი აზრით, როგორც სოციალისტები ცდებიან თავის დემონიზებაში, ისე თქვენს ცდებით თქვენ იდეალიზაციაში. მე ვერაფერი ვერ გავიგე. ვერ გაიგე? ანუ მე ვერ გავიგე ზოგადად თან პრეტენზიის შინაარსი ვერ გავიგე. პრეტენზიის შინაარსი რაში არ მეთანხმებით რომ გავიგე. კი ბატონო, რომ თავისუფალი ბაზარი, რომელიც აი მაგალითად თქვენ ფიქრობთ ასე, ეს ასე კი არა, ასე მუშაობს. აი რას გულისხმობთ? უბრალოდ მაყურებლისთვის გასაგებია. ანუ კონკრეტიკაზე გადავიდეთ მაშინ. მაგალითად არ არსებობს ისეთი ბაზარი, სადაც პოლიტიკა ან თუნდაც ესეთი სივრცე, თავისუფალი სივრცე, სადაც პოლიტიკური ძალები ან რაღაც აქტორები არ ერევიან და არ ახდენენ კონსტრუირებას. ყველა ბაზარი არის კონსტრუირებული ბაზარი. ხო, მე ხო არასდროს არ მithქვამს, რომ სიტყვაზე პირობითად არსებობს რაღაცა ბაზარი ამ წოთა სამყაროში, სადაც ნულოვანია მთავრობის ჩარევა. მე უბრალოდ ვიძახი, რომ ჩვენ რასაც ვიძახით, უბრალოდ არ ვიცი ხა ეს ამ დისკუსიის თემაა დღეს, მაგრამ ვიძახით იმას, რომ ბაზრის უხილავი ხელი მოქმედებს და მთავრობის ჩარევა ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. მე ხო არსად არ მithქვამს, რომ სადმე მთავრობა იდეალურია, ისინი არცად ხელს არ უშლიან. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნაკლები უნდა იყოს ჩარევა და მე შემიძლია დაგიმტკიცოთ და ნებისმიერი მაგალითი განვიხილოთ, სადაც მთავრობის ჩარევას მოაქვს უარყოფითი შედეგი და არა დადებითი და თქვენ თუ მეტყვით, რომ იცი რა არსად არ არის ეგეთი სიტუაცია, სადაც მთავრობა არ ერევაო, მე შეიძლება დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ბოლშევიზმის კვალი და აჭრდილი კომუნიზმისა ყველგან და ყველა ბაზარს და ყველა ქვეყანას სხვადასხვა ფორმით დასთამაშებს. მაგრამ ახლა თქვენ თუ აიღებთ იმას, რომ რომელი საზოგადოება იყო ის ეკონომიკურად, რომელიც მოდელიც მე ყველაზე მეტად მომწონდა, სადაც ყველაზე ნაკლები იყო ასეთი ტიპის ჩარევა, ასეთი არის მე-19 საუკუნის ამერიკის შეერთებული შტატები. და თქვენ რო გადახედოთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, მისი ეკონომიკურ ისტორიას პირველ რიგში, მე-19 საუკუნე ამერიკა ყველაზე სწრაფად იზრდებოდა სამყაროში და ყველაზე იზრდებოდა სწრაფად, იმიტომ რომ ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა იყო. როგორც კი აი ჩემი მოწინააღმდეგეები, სოციალისტები, სხვა ფორმით ჩაერივნენ, ზოგ ქვეყანას მთლიანად მოერივნენ და მოედნენ, როგორც იყო საბჭოთა კავშირი, ჩვენი ქვეყანა. აქ ის წითელი სამყარო ესე რომ ვთქვათ, ხოლო რაღაც ქვეყნებში, სადაც აჭრდილი დადიოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოიგეს, საკუთარი კვალი დარჩა იგივე ევროპაში, რომელიც საერთოდ სხვანაირი იყო მე-19 საუკუნის ევროპა, მე-20 საუკუნეში დაიტვირთა სოციალისტური იდეებით, სოციალისტური მთავრობებით, ესე რომ ვთქვათ, და რაღაც გავლენა ამან მოახდინა ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, მაგალითად იგივე დემოკრატიული პარტია დღევანდელი ფაქტობრივად არის სოციალისტური პარტია შინაარსობრივად. ამიტომ თუ მაკრიტიკებთ იმაზე, რომ მთელ სამყაროში არსად არ მუშაობს თავისუფალი ბაზარის სუფთა სახით, მე არ ვარ კრიტიკის ობიექტი, მე მინდა მუშაობდეს. მაგრამ თუ ჩვენ გავარჩევთ იმას, რომ ეს ცუდია პირობითად, ეს ასეთი ტიპის ბაზარი, მაშინ ეს სხვანაირად უნდა გავარჩიოთ და მე სხვა ტიპის გადაცემა გვჭირდება, თორე პრობლემა არ არის, ეგეც გავარჩიოთ. არა, ანუ გავიგეთ თქვენი პოზიცია. ამ თავარი ჩემი აზრით რა მომენტია, იცით, თქვენ ახდენთ რაღაცა ისტორიული მონაკვეთის
რაღაცნაირად განზოგადებას. ანუ რას ვამბობ? ისტორია ხო რაღაცნაირად იცვლება. ხო გასაგებია რომ როდესაც მოსახლეობა რაღაც მცირე რაოდენობა, იქ სხვა სოციალური ცხოვრება, სადაც ბევრი რესურსია, იქ სხვა სოციალური ცხოვრება, როდესაც იცვლება ისტორია, მაგას მარქსისტები დიალექტიკას უწოდებენ, მაგრამ არ დავანებოთ დიალექტიკას თავი, უბრალოდ როდესაც იცვლება კაცობრიობის ცხოვრების ტიპი, როდესაც ხდება განვითარება, სოციალური ცხოვრებაც იცვლება. ან ის მომენტი, რაც ველურ დასავლეთში ხდებოდა, ის შეუძლებელია დარჩენილი იყო რაღაც პერიოდამდე. ის აუცილებლად შეიცვლებოდა. შესაბამისად, ის კონცენტრირება, რაზეც თქვენ ახდენთ ისტორიის რაღაც პერიოდზე, ხო? ის ვერ განზოგადებდა მთელ ისტორიის პერიოდში. ამერიკა ბუნებრივად შეიცვლებოდა, არა იმიტომ, რომ ეს რაღაცა საიზღარი სოციალისტების ან კომუნისტების ბრალი იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი სოციალური სტრუქტურა შეიცვალა, მოსახლეობა გაიზარდა, მისი როლი გაიზარდა. მიწები, რომლებიც მან აითვისა, უკვე ათვისებული არის დღეს. აღარ არიან ინდიელები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ, აღარ არიან რაღაცა მისი მეზობლები, ისეთი კოლონიალური სახელმწიფოები დაიშალნენ და სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ. ეს სხვა რეალობა უკვე სხვა სოციალურ რეალობას მოითხოვს. და ყოველთვის იდეოლოგიურ ადამიანთა მაქვს ეს პრეტენზია, რომ ისინი რაღაც სქემებით მსჯელობენ, ვიდრე ისტორიული, მაგალითად, გარდაქმნების ლოგიკით. იმიტომ რომ შეუძლებელია დატოვო ერთი მდგომარეობა კაცობრიობის ისტორიაში. მე თუ სწორად გავიგე, რასაც საუბრობ, არ ვიცი, მაშინ ჩემს მაგალითს მოვიყვანდა, თუ რამე არასწორად თქვით, ამიკორექტირე. ქრისტიანული დოგმები იწერებოდა საუკუნეებით ადრე. ამ საუკუნეების განმავლობაში ადამიანებიც იცვლებოდნენ, ქრისტიანები იცვლებოდნენ, ტექნოლოგია ვითარდებოდა და ზოგადად საზოგადოება სხვანაირი ხდებოდა, მაგრამ ქრისტეს დოგმები პირობითად და მათ შორის აი რა არის მორალური, რა არის ამორალური, ის რომ არა კაცკლა არ მოსულა, რო არ უნდა მოიპარო, რომ არ უნდა მოიტყუო, ანუ ასეთი ფუნდამენტური ღირებულებები, ისინი არის უცვლელი ჩემი აზრით და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა, ჩვენ ქრისტეს დოგმებს ხო არ ვთვლით, რომ ისინი დრომოჭმულები არიან. შეიძლება რაღაც კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად რაღაც საზოგადოებაში როგორც რაღაცა ღონისძიება არსებობდა და იმან დაკარგა პირობითად თავისი აქტუალურობა აღარ არის ამ რაღაცის ნაწილი მაგრამ მთლიანად უარყოფა ზოგადად ცხოვრების რაღაცა წესის აი პირობითად როგორც დამფუძნებელმა მამამმა თქვეს მაგალითად რა მე-19 საუკუნეში მაგრამ 21 საუკუნეა დღეს ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რაც 20 იმ დროს აქტუალური იყო დღეს შეიძლება ნაკლებად აქტუალური იყოს მაგრამ ეს არ შეიძლება თქვა ყველაფერზე მაგალითად იარაღის ტარების უფლება რომელიც აქტუალური იყო მათთვის რომ სახელმწიფოს არ გაებედა ადამიანთა დამონება ანუ ინდივიდუალური თავისუფლება არ გადაელახა ჩემი აზრით დღესაც აქტუალურია მიუხედავად იმისა რომ მათ შემდეგ რაც სოციალისტები მოვიდნენ ადამიანებს ჩამოართვეს იარაღი და თქვეს რომ მთავრობა დაგიცავთო და დღეს რა ვიცი არსებობს კონსერვატორების კატეგორია რომლებიც იძახიან რომ ჩვენ ვართო კონსერვატორებიო მაგრამ იარაღის ტარების უფლება არ უნდა ქონდეს ადამიანებს ანუ ბევრი რაღაცა ზოგადად იცვლება მათ შორის ტერმინებიც იცვლება მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვიოთ რაზე ვლაპარაკობთ ანუ რაზე ვლაპარაკობთ კონკრეტულად რა ნარატივზე ვლაპარაკობთ გინდა კონსერვატიული მხრიდან გინდა ანუ მაგალითად საქართველოში საკმაოდ რთულია გაერკვე მე მიჭირს გავერკვიო მაგალითად იმაში რომ რას ნიშნავს ქართული გაგებით კონსერვატორი, ქართული გაგებით ლიბერალი. ჩვენ ამ ტერმინებს ზოგადად ისე ვიყენებთ, რომ ადამიანს რომელსაც აი რაღაცა გზამკვლევი თუ არა ამის გასაგებად, ვერასდროს ვერაფერს ვერ გაიგებს. მე მაგალითად ისიც კი არ ვიცი თქვენ რატო ხართ კონსერვატორი, პირობითად, კონსერვატიულ პლატფორმაზე ვთქვით. ნუ შეიძლება თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარეობს, რომ შეიძლება გამოდიოდეს, რომ მე ლიბერალი გეგონოთ. მაგრამ მე ფიქრობ, რომ ჯერ სანამ საქართველოს საზოგადოებაში ჩვენ დავირქვევთ ან კონსერვატორს ან ლიბერალს, ჯერ უნდა ვიმსჯელოთ საერთოდ რას ნიშნავს ეს ტერმინები. მე ყოფილი იურისტი ვარ და კანონები წყება ტერმინთა განმარტებები. სწორი შენიშვნაა. შესაბამისად, ბევრი რაღაცა უფრო გამარტივდება, როცა ჩვენ გავიგებთ ფიზიკურად რა გვინდა, ანუ რანაირი საზოგადოებაში ცხოვრება გვინდა. ეს საზოგადოება მე გავარკვიოთ ქართულ რეალობაში კონსერვატიულია თუ ლიბერალურია. კი ბატონო, გეთახმებით იმაში რომ ტერმინებს ჭირდება გარკვეულწილად. აუ, წყალი რო დამისხა თუ შეიძლება. ჭირდება ესე იგი განმარტება, იმიტომ რომ განმარტების გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მაგალითად, მე მყავდა სტუმრები, რომელთანაც ვისაუბრე კონსერვატიზმზე. და აღმოჩნდა, რომ ეს კონსერვატიზმი ხშირ შემთხვევაში არის კლასიკური ლიბერალიზმი. იმიტომ რასაც ისინი გულისხმობენ, ესა ბრიტანული მოდელი. მაგრამ არსებობს კონსერვატიზმის დღეს უკვე პოპულარული სახე, ეს არის გერმანული კონსერვატიული რევოლუცია, ეს არის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინტელექტუალების მიერ შექმნილი რევოლუცია, მაგალითად შპენგლერი.
სპექტრს უწერია სოციალიზმი და პრუსიელობა. სადაც სოციალიზმი გარდაქმნილი ჰყავს და მარქსიზმისგან დაშორებული ჰყავს და ისაუბრებს რომ ჩვენთან ეს კლასთა ბრძოლა კი არ იყო გარდამტეხი არამედ აქ იყო სახელმწიფო საზოგადოება სადაც ერთია სადაც ჩვენ სახელმწიფოს ელემენტი ჩართულია და სადაც ძლიერი სახელმწიფოს იდეაა მოკლედ რა. ოღონდ არა სოციალისტური გაგებით. ნუ ბისმარკის გაგებით. ბისმარკის გაგებით, ხო. ბატონო, გასაგებია რომ მე რო ვიყო გერმანიის მოქალაქე, გერმანელი რო ვიყო, თქვენ რო გერმანელი იყოთ. და თქვენ თქვათ რომ მე ვარ გერმანელი კონსერვატორი, ეს მეტნაკლებად გასაგები იქნება რას ნიშნავს? ეს იქნება ან პირობითად ბისმარკის ამბავი, ან რაღაცა შეიძლება ვიღაცა ფაშისტიც კი იყოს და თქვას რომ მე ჰიტლერი მიყვარს და კონსერვატორი ვარ. არ ვიცი, მაგრამ რაღაცას კავშირში იქნება იმასთან, რომ ჩვენ ვიყავით გერმანელები, ასეთი წესებით ცხოვრობდით და ამ დროს ვიყავით ძლიერი, ეს წესები გამოგვადგა, ამიტომ ეს წესები უნდა შევინარჩუნოთ და მომავალში ამ წესებით ვიცხოვროთ. კი ბატონო, მე გავიგებდი გერმანელი კონსერვატორის ამბავს. მაგალითად სანდრო ამბობდა მას ერთ-ერთ გადაცემაში და მეც გამიმეორებ, რომ გერმანელი კონსერვატორისთვის შეიძლება არატრადიციული ქორწინებები იყოს გასაგები, იმიტომ რომ იმ ეკლესიაში, იმ საზოგადოებაში ასეთი ტიპის ურთიერთობები შეიძლება იმ ეკლესიის მოძღვრების მიერაც კი იყოს ნაკურთხი, მაგრამ ქართველი კონსერვატორისთვის ეს ესე არ იქნება ნამდვილად, ხო? მაგალითისთვის იგივე ყველაზე კონსერვატიულ პარტიას გერმანიაში დღეს ხელმძღვანელი არის ქალი, რომელსაც მეუღლეც ქალი ყავს. ხო, ანუ ის გერმანელი კონსერვატორია ამ გაგებით. ახლა ნახეთ, ჩვენ შემთხვევაში, ქართველების შემთხვევაში, ჩვენი ვინაიდან ისტორია იყო ძალიან სპეციფიური. გაგებით რომ ფეოდალიზმის ეპოქის მერე, როდესაც რუსებმა ჩვენი ოკუპაცია მოახდინეს, ჯერ იყვნენ რუსები, მერე ძალიან ცოტა პერიოდი ჰქონდა სოციალისტური მთავრობის მმართველობა, ძალიან ცოტა პერიოდი და მერე ბოლშევიკების მმართველობა, ანუ წითელი 70 წელი. ხა ჩვენ რო ვთქვათ, რომ იცი რა კონსერვატიზმის კლასიკური განმარტება რო ავიღოთ და ვთქვათ, ეს განმარტება ხარ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი გემოვნების მიხედვით, რომ კონსერვატიზმი ეს არის იმ წესების ერთობლიობა, რომელიც წარსულში გქონდა, გამოგვადგა და დღეს გვინდა გამოვიყენოთ და ესეთი ან მეფის რუსეთში ვართ ჩვენ ამ დროს, როცა ეს წესები ყალიბდება, ან საბჭოთა რუსეთში ვართ, ასევე და ჩვენ ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მე ქართველი კონსერვატორი ვარ, ქართველი კონსერვატორი რას ნიშნავს? გამოსაგონებელი გვაქვს. ეს არ არის გამზადებული. იმიტომ რომ იმ განმარტებით, რა განმარტებაც არსებობს კონსერვატიზმის, გამოვა რომ ან კომუნისტი უნდა იყო ქართველი კონსერვატორი, ან უნდა იყო, რა ვიცი, დაბრუნდეს მეფის ხელისუფლება, ამას უნდა იძახდეს და ან იძახდეს, რომ დავაბრუნოთ აბსოლუტური მონარქიაო. თქვენ მგონი არცეთი არ ხართ ასეთი, რომელიც ამას ამბობს. მეც არა ვარ ასეთი. მეც თავი კონსერვატორი მგონია საქმე მასში მდგომარეობ. თქვენ კი შეიძლება ლიბერალი გეგონოთ, მაგრამ ვინაიდან მე ასეთი განმარტებები არ მაქვს ახლო ქართული. მე ვიყენებ იმ განმარტებებს, რომელიც ამერიკაშია. ამერიკაში განსხვავებულია მე მესმის იქაური კონსერვატორი და იქაური ლიბერალი. შეიძლება სხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ ის განმარტება რო ავიღოთ ხოლმე, რომელსაც ქართულ მედია სივრცეში ხშირად აი ეს რაღაცა ლიბერალი, ფემინისტი რაღაცა რასაც იყენებენ. ეს გაგება ლიბერალის ხო, ევროპული არ არის. ეს ასეთი გაგება მათ ხშირად შეგვიჩნევია ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეს განმარტება. შინაარსობრივად ხო, იმას არ ნიშნავს, რასაც ევროპელი ლიბერალის და ევროპელი კონსერვატორის დაპირისპირება ქვია, ანუ რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? ევროპელი კონსერვატორი ადამიანი, რომელსაც ხალხ მეფის ხელისუფლება მოწონდა თავის დროზე და ევროპელი ლიბერალი, რომელიც ამბობდა, რომ მეფე არ უნდა იყოს და მოდი ჩვენ რესპუბლიკა გვჭირდება. ანუ ეს ხო ერთი დისკუსიაა. მეორე დისკუსია ამერიკული, რომელიც ამბობს, რომ ის რაც დაფუძნებელმა მამებმა შემოგთავაზეს, რომელიც თავის დროზე ლიბერალური წესრიგი იყო, ეს ხალხი მეფობას ებრძოდა, ხო, შინაარსობრივად, აი ესეთი ხალხის ერთობლიობა. ამათი დაფუძნებული რესპუბლიკის და კონსტიტუციის დაცვა დღეს არის ამერიკული კონსერვატორიზმი. ხო? ახლა წარმოვიდგინე, ამერიკული ლიბერალიზმი დღეს არის ის სოციალიზმი, რომელიც ებრძვის აი იმას, რაც დამფუძნებელმა მამებმა დაწერეს. მაგრამ სხვა ნებისმიერ ადგილას რო გადაიტანო ეს განმარტება, ევროპულში რო გადაიტანო, სხვადასხვა შედეგს მიიღებდა. საქართველოში ისე მაგალითად ჩემზე მე არ ვარ წინააღმდეგი, გინდა ლიბერალი დამიძახოს ვიღაცამ, გინდა კონსერვატორი დამიძახოს, ოღონდ შინაარსი გავიგო ამისი, რაზეა ლაპარაკი. მე ვარ იმ იდეოლოგიის მომხრე და გამგრძელებელი, რომელსაც ამ ქვეყანაში ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნეში, კლასიკური ლიბერალების. კლასიკური ლიბერალი ამ სიტყვათა გაერთიანებაში სიტყვა კლასიკურიც არის, ანუ კონსერვატიულიც არის და ლიბერალიც არის.
მე ამ სიტყვის წინააღმდეგი არ ვარ. ამიტომ როცა ვიღაცას აი ყოველგვარი განმარტებების გარეშე ლიბერალებს ლანძღავენ, მე ზოგადად არ გულისხმობ, რომ ილია ჭავჭავაძეს ლანძღავენ ამ დროს. მაგრამ მესმის, რომ ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო. ამიტომ ჩვენ თუ გავერკვევით ქართულ მე მინდა რომ სიტყვა კონსერვატორი უფრო მომწონს. და მე ვარ იმ ღირებულებების დამცველი და მიმაჩნევ, რომ ღირებულებები არის საჭირო ამ საზოგადოებისთვის. რასაც ხადაგებდა ილია ჭავჭავაძე, რასაც ხადაგებდა ქრისტეს ეკლესია საქართველოში. ანუ ზოგადად ეკლესიის გავლენას საზოგადოებაზე, ის რომ ის აუცილებელია იმისთვის, რომ რაც ყველაფერს კანონი ვერ ამოავსებს. სადღაც და უდიდეს ადგილას, უფრო მეტ ადგილას არის მორალის და ღმერთის ადგილი. მე ეს მესმის, მაგრამ როცა ლაპარაკია დღეს დისკუსია მე რაც ხდება, ეს კაცი კონსერვატორია თუ ლიბერალი, მე ზოგადად გძნობ, რომ ისინი არც კონსერვატორები არიან, ვინც კონსერვატორობას იჩემებენ. არც ისინი არიან ლიბერალები, ვისაც ლიბერალობას აბრალებენ. ხო და აი ამიტომ ჭირდება ხოლმე განმარტება. აი შინაარსობრივი რომ გავერკვიო, რომ ამ დისკუსიაში ჩვენ გვაქვს დისკუსია ლიბერალურ და კონსერვატულ რაღაცას შორის, თორე თუ იქნება სოციალიზმზე და კაპიტალიზმზე ვკამათობთ. და მაგაზეც. ხო, ანუ ეს მნიშვნელოვანია განიმარტოს, იმიტომ რომ ეს მე როცა ამას არ განმარტავ, ეს ბოლოში სხვაგან წუჭიდეგებს ვამენდის. მაშინ მომიწევს არა თავიდან ცდილობდი რაღაც ნეიტრალური პოზიციიდან მელაპარაკე. ახლა ჩემი პოზიციიდან ვილაპარაკე. თქვენი პოზიციიდან ჯობია სულ ლაპარაკი. მოკლედ, ჩემი ხედვით და შპენგლერიც თქვენს ახსენეთ, რომ ყველა საზოგადოებას, ყველა ცივილიზაციას აქვს საკუთარი შიდა სისტემა. ჩვენთან პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ რასაც ლიბერალებს უწოდებთ, ისინი სიმულირებდნენ დასავლეთს. ანუ და ჩვენი იდენტობა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიზე ლაპარაკობთ, მეც რომ მოყვეთ თან. აი მაგალითად ლიბერალებს უწოდებდნენ მამების და შვილთა ბრძოლის დროს ილია ჭავჭავაძეს. ილია ჭავჭავაძეს შევეხები. ან გულისხმობთ ბაია პატარაია მეგობრებს 90-იან წლებიდან დღემდე ვისაც ლიბერალებს ეძახიან. იქნება ეს ნოდიები, იქნება ეს რაღაცა ილიანის პროფესორი, იქნება ეს NGO კლასი, იქნება ეს დისკურსი, რა დისკურსის წარმოიშვა თუნდაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, იქნება ეს ევროცენტრისტული წარმოდგენები ჩვენ იდენტობაზე, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი შემთხვევით იყო ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ამ პროცესის განმავლობაში ჩვენი საკუთარი წარმოდგენები და ჩვენ სხვის წარმოსახვაში და წარმოდგენებით ვუყურებდით ჩვენ თავს. მათ შორის თქვენ რაც ახსენეთ, თუნდაც ილია ჭავჭავაძეს, ეს კონცეფცია თუ ლიბერალი იყო და შესაბამისად დღევანდელი ლიბერალები მისი მემკვიდრეები არიან. ეს მითი ხო მაგიტომ შეიძლება. არა, მაგას მოვყვები მე. ინსტიტუციონალიზმი ესე იყო რა, ისე ილიას მითვისება იყო. თავის დროზე ილია ნაციონალისტებმა მიითვისეს, იმის წინ მიითვისეს კომუნისტებმა. მოკლედ ილიას ფიგურის მითვისება ძალიან მარტივი საქმე არის სინამდვილეში, სულ უახლეს ისტორია შევხედოთ. ყველა ჯგუფის აქვს პრეტენზია ილიას. თქვენ არა, ეს უბრალოდ მე გეთანხმებით, ამაში არ გეწინააღმდეგებით, უბრალოდ სხვა რაღაცის თქმა მინდა. მე ვამბობ იმას, რომ სიტყვა ლიბერალის მითვისება მარტო ილიას კონტექსტში არ მომხდარა. თქვენ რომ ამერიკაში სიტყვა ვიღაც თქვათ რომ მე ლიბერალი ვარ, იგულისხმება რომ თქვენ სოციალისტი ხართ. მაგრამ თუ პირობითად ევროპაში ამას იტყვით, მაშინ ეს ევროპაში მაგას არ ნიშნავს, რასაც ამერიკაში. ლიბერტარიანელები, ანუ კლასიკური ლიბერალები ვართ, ხო, შინაარსობრივად. მაგრამ ლიბერალი, მე რო გითხრა რომ ლიბერალი ვარ, ამერიკაში ვიღაცას უთხრა, ვერ გაიგებს. სხვა ვეგონები გესმის? აი როგორ გითხრათ? არა, მესმის, კაცო. არ მინდა რამე ცუდი შედარებები მომივიდეს. მე იდეოლოგია მესმის, მე მესმის ნეოლიბერალიზმი, მე ლიბერტანიანიზმი. ამიტომ ჩვენ თუ საუბრობთ სოციალიზმზე, მოდი ლიბერალიზმს ნუ დაუძახეთ, ანუ მოდი შევთანხმდეთ, კაცო, რაზე ვსაუბრობ? თუ ვსაუბრობთ ამერიკული დემოკრატიული პარტიის და ამერიკელი სოციალისტების ნარატივზე, რაც თქვით 90-იან წლებიო, ეს თავისთავად ახლა მოვიდა ტრამპი, რომელიც არ არის ლიბერალი, ამ გაგებით არ არის სოციალისტი და საერთოდ გაუქმა ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ვიზეც თქვენ საუბრობთ. შინაარსობრივად ეს იყო აი ამ ანუ როგორ გითხრა, მემარცხენე, ძირითადად პროგრესივისტების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში თავის იდეოლოგიის გასავრცელებელი ინსტრუმენტები. მაგრამ ამას ახლა იმ გაგებით რომ აი ამერიკაში სოციალისტებს ლიბერალები ქვიათ, კი ბატონო, შეიძლება ეძახოთ ლიბერალები, ბაზარი არ არის. მაგრამ თუ ჩვენ მართლა იდეოლოგიურ განხილვას ვაწყობთ ლიბერალიზმის და კონსერვატიზმის, მაშინ არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ მაშინ ესენი ჩემი აზრით სოციალისტები არიან, არა ლიბერალები. მაშინ ჩემ ხედავს კეთილ. არა ამერიკული გაგებით. არსებობს ლიბერალიზმი, მემარჯვენე და მემარცხენე ფრთა არსებობს. და ეს ლიბერალიზმი თავისთავად აქვს მემარცხენე. თქვენ რასაც სოციალისტებს უწოდებთ, ესენი სოციალისტები არ არიან, ესენი არიან ლიბერალი მემარცხენეები. ეს ნიშნავენ განსხვავება. მე არ მესმის მაგის კარგად მაგის შინაარსს. აი ყველა იდეოლოგია შიგნით აქვს საკუთარი მემარჯვენე და მემარცხენე ფრთა.
მაგალითად კომუნისტებშიც იყვნენ ეროწოდებრივი правი უკლონისტები. იყვნენ ეს უფრო ნაციონალისტური ფრთა შიგნით ხო კომუნისტებში. შესაბამისად თქვენ ამოდროთ თქვენ სისტემაში, ლიბერალურ სისტემაში, ჩვენ ვართ რაღაც უფრო ლიბერტარიანელები, უფრო მარჯვნივ, არსებობენ ლიბერალიზმის შიგნით მარცხენაზე, მაგრამ ჩვენთვის ეს ერთი სისტემა. არ არის, ჩვენთვის ეს ერთი სისტემა. არა, ვაფშე ცდები, არ მაგას გიხსნი ამდენი ხანია, რომ ამერიკაში, აი სულ ვიცი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ამაზე გვექნება გადაცემა. ამერიკაში სოციალისტებმა დაირქვეს ლიბერალები. მარტო ამერიკაში არცაც სხვაგან ლიბერალებს როცა იტყვიან სოციალისტებს არ გულისხმობენ მაგრამ ამერიკაში ამას ასე გულისხმობენ თქვენ ვინც ჩამოთვალეთ ვინან კონკრეტულად ამ თემას ვეხებით 90-იან წლებში ქართულ რაღაცა NGO სექტორში შემოსულ რაღაცა ლიბერალურ მიმდინარეობას შინაარსობრივად არაფერი კავშირი ჯონ ლოკმა რაც დააფუძნა მე პროგრესივისტი მემარცხენე სოციალისტები რა ვიცი რა უნდა იყოს რა აბა რა არის ანუ როგორ გითხრა ჯონ ლოკის მომხრები ხო არ არიან ხო გრძნობ რომ სოროსის ფონდში ან ჯორჯ სოროსი თავად ან ვიღაცა ისინი არ არიან როგორ გითხრა არ არიან ის ხალხი რომელზედაც კლასიკური ლიბერალიზმი იდგა მე-19 საუკუნეში რასაც ლიბერალობა ერქვა იმ დროს ანუ ეს ხო იმდროინდელი ტერმინებია მაშინ მითხარით ვინ არის სახელი და გვარები რა ვინ არის თქვენი იდეოლოგიის გამტარებელი აი ვინ შეიძლება წარმოდოთ ტრამპზე ამბობთ? არა რა შეიძლება თქვენ მეუბნებით უამრავი ადამიანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პერიოდში არის იმ იდეოლოგიის მომხრე რაც მე მაქვს სიტყვაზე ვინ არის ყველაზე მეტად ყველაზე ნაკლებად ეს ახლა სხვა დისკუსია იდეალური არავინ არ არის არც ტრამპი არ არის ბევრამე ტრამპში არ მომწონს მაგრამ თუ ავიღეთ კამალა ჰარისი თუ ტრამპი რა თქმა უნდა ტრამპი ავიღებთ პირობითად კლინტონი თუ რეიგანი იქნება რეიგანი რა ვიცი იყო ჰაიეკი მიზესი რავი ავსტრიული ეკონომიკური სკოლა ჩიკაგოს ბიჭები გასაგებია მე ეს ანუ საქართველოს ეს ხო ჩვენ ხო ეს ხო ნაციონალური მოძრაობის ეს ხო იყო ნაციონალური მოძრაობის ნარატივი არა არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის არასდროს არ ყოფილა ნახეთ არ ყოფილა ანუ საქართველოს თუ ნეოკონები სადგი ნახავთ ხო ნეოკონები არა არ მithავს ნეოკონები ანუ ნეოკონები კიდე ცალკე სხვა მიმდინარე მე გამოვტოვე ნეოკონები არ მიხსენებია ამ შემთხვევაში და არც მე არ ვარ ნეოკონი აი ეგ ნაცმოძრაობის მართლობასთან ნეოკონები შეიძლება იყვნენ კავშირში, მაგრამ ახლა მიშა ჰაიეკის ფანი იყო და მიზეს კითხულობდა ყველა დილას აღამოსო. მისი რეფორმები რა იყო? ზუსტად მაგ აი მე გეხოცები რა შუაშია ის რომ ბენდუკიძე წაკითხული ქონდა ჰაიეკი მიშას რეფორმები და მიშას მართლობა. ბენდუკიძე ეს ხო ერთი სისტემის ნაწილი იყო. ანუ რას ლაპარაკობ? თქვენ შეიძლება იყოს რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდეს რაღაც მემარცხენე ლიბერალი, რაღაც ეტაპზე მემარჯვენე ლიბერალი, მაგრამ ეს ერთი ლიბერალური სისტემა. არა არაფერ შუაში არ არის, არაფერ შუაში. დღევანდელი ლიბერალური ნარატივის ნაწილი არის დღევანდელი ქართული ოცნების მმართველობა. თუ რამე არის შუაში. მაგრამ ანუ იმ გაგებით რომ რავი ახლა ევრობიუროკრატიამ რაღაცა მიიღო, რაღაცა სხვადასხვა ტიპის რეგულირება და ავტომატურად აი რაღაც ეს კაია ავტომატურად მივიღოთ ისე რომ საერთოდ არც კი ვიფიქროთ ჩვენს რეალობაში ეს რამდენად ადაპტირებულია და რამდენად გამოგვადგება. მაგრამ რაც შეეხება ბენდუკიძეს, ვიცი ახლა მიხეილ სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ტიპის ხალხი ყავდა. ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც აი ამ რაღაცაში სწორ რაღაცებს აკეთებდა ეკონომიკური თვალსაზრისით და არა ყველაფერში. სასამართლო ბენდუკიძეს არ გაუკეთებია და არც არაფერი არ გამოსვლია იქ. მაგრამ რაღაც კონკრეტულ თემაში თავრობა ნაკლებად ჩაერიოს იქ, სადაც ადამიანები მის დახმარებას არ საჭიროებენ. არა მხოლოდ დერეგულაცია ძირითადად, ანუ სახელმწიფოს აი ნახეთ ხო აი ლიბერტარიანიზმი. ну როგორ გითხრა ვიცი ლიბერტარიანიზმი მარტო ეგეთი განმარტება არ არის ლიბერტარიანიზმის მაგრამ ლიბერტარიანული პოზიციებიდან ასეთი რაღაცების კეთება არის სწორი მაგრამ აი როგორ გითხრათ მიშამ ლიბერტარიანული ბენდუკიძის გავლენით რამდენიმე წლის განმავლობაში რაღაცა აკეთა და უამრავი რაღაც აკეთა სოციალისტების და ლიბერალების გაგებით ამერიკული გაგებით სოციალისტების სათვის სოციალისტური მიშას დროს ну რავი რა მიშას დროს თუ არ იყო სოციალისტური სოციალიზმი რა არის შენი აზრით სოციალიზმი რა არის? სოციალიზმი არის ის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ორიენტირებულია თანასწორობაზე, თანასწორ პოლიტიკაზე, სადაც თუ მეტნაკლებად არის სოციალური სამართლიანობა და სადაც ბაზარი რეგულირებადი. არა, ну ხარ ვიცი თქვენ ძალიან უცნაურად განმარტავთ ზოგადად სოციალიზმის შემთხვევაში, მაგრამ თუ მარქსისტული ტერმინებით მაგრამ ნახეთ ლიბერალიზმი და ქრისტიანობა, ამ გაგებით ლიბერალიზმი ქრისტიანობის ნაყოფია. ქრისტიანობა რომელი რა ვიცი, ქრისტიანობა, მეგონებ მოვლენას როგორც ასეც. არ არის ქრისტიანობა, არცებობს. არ თქვენ არ ცნობთ მაგალითად კათოლიკური ეკლესია არ არის ქრისტიანობა? როგორ
არის ქრისტიანობა, მაგრამ კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესია სხვადასხვა პოლიტიკურ თეოლოგიას არა რა შეიძლება მე ხო ამაზე არ გიკამათებით ამ წუთას მე გეუბნებით რომ ლიბერალიზმი არის იდეოლოგიას რომელიც ამოზრდილია პროტესტანტული ეთიკიდან და არა მართლმადიდებლური ან კათოლიკური ეთიკიდან. არა არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში მაგრამ ამოზრდილია ქრისტიანული ეთიკიდან რომელიც ამბობს რომ ინდივიდი ადამიანი არის მთავარი და ადამიანს ინდივიდუალურად შეუძლია მოხდეს სამოთხეში ინდივიდუალისტური არა ქრისტე არ არის ინდივიდუალისტური ქრისტიანული ეკლესია დავკონტროლოთ პიროვნება არის პიროვნება მაგრამ ეს პიროვნება ქრისტიანობაში არ განისაზღვრება ცალკე განისაზღვრება თემთან ერთად იქ სადაც ორი ადამიანი იკრიბება იქ ვარ მე ამასაბოს ქრისტე ინდივიდი არის ინდივიდუალიზმი არის პროტესტანტული ეთიკის ნაწილი თქვენ რასაც იძახით ეს ინდივიდუალიზმი ინდივიდი ამ შემთხვევაში ინდივიდუალიზმი და პიროვნების ელემენტი ერთმანეთთან შეპირისპირებული იყო თავიდანვე ინდივიდუალიზმი რაზეც მე თქვენ ააგეთ თქვენი იდეოლოგია ეს არის რომ ეს არის განცალკევებული ატომიზებული ადამიანი რომელიც აი კავშირებს ყოველთვის მეტნაკლებად უარყოფთ. ბევრი მაგალითი არსებობს ამაზე და ჩვენ თუ ავიღეთ მართლმადიდებლური ეთიკას, ჩვენ ვამბობთ რომ პიროვნება, კი ბატონო, ეს პიროვნება ცალკე არის, მაგრამ ეს არ არის მოგლეჯილი, ეს არის თლიანობის ნაწილი. როცა პიროვნების და აი ამ რაღაცა კოლექტივის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება, მაშინ რომელია უპირატესი? არსებობს მორალი და ქრისტიანული ელემენტი. ქრისტიანული ადამიანი ერთი ადამიანი, ანუ ქრისტეს სახელით მოლაპარაკე ერთი ადამიანია და მეორე მხარეს არის საზოგადოების დიდი ნაწილი, საფრთხოდ სახელმწიფო. და ამ შემთხვევაში ის რომ აი ის ერთი ადამიანი შეიძლება იყოს მართალი. ის ერთი ადამიანი იმ ერთ ადამიანს შეიძლება ესმოდეს ქრისტესი და დანარჩენი ყველა ცდებოდეს. ეს ქრისტიანული არის თუ არ არის ქრისტიანული? ქრისტიანული ესაც ქრისტიანული ისაც როდესაც ერთი ადამიანი ცდება. არა კაცო, არა, ეგ არაფერს შეშარეთ. ნახეთ, სოციალიზმი რა თქვენ განმარტეთ, რომელიც თავისი შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კი არ არის მთავარი, მთავარი არის სახელმწიფო. მთავარი არის, ოღონდ აი ის რო იყო, ხო იცი, ოღონდ ქვეყანა აღორძინდეს და ჩემი დედაცო, აი ვიღაცა ვასი კოდიშვილის ის რო იყო. ეს არის თავისი შინაარსით აი სოციალიზმის და ფაშიზმის განმარტება. ეს ერთი და იგივეა სხვათა შორის. რომ სახელმწიფომ ყველაფერი იცის და ადამიანი ერთი ადამიანი, შინაარსობრივად ერთი ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ის არ შეიძლება იყოს მართალი და რაღაცა ბევრი ადამიანი კოლექტივის ინტერესები დააყენოს რო წინ. აი ეს არის არაქრისტიანული და ანტიქრისტიანული ჩემი აზრით. და არაფერს ვერ არის მან პროტესტანტიზმი. ქრისტიანობა სწორედ მაგიტომაც დგას მთელი დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანობაზე, რომ ერთი ადამიანის ნების უზენაესობა ერთი ადამიანის როგორ გითხრა ის რომ მას თავისი სამყარო აქვს რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება ვერნაირი სახელმწიფო იქ ვერ შევა გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მე სხვა ადამიანს არ ვაყენებ ზიანს ეს არის თავარი ქრისტიანული ფაბულა და ამაზე დგას დასავლური ცივილიზაცია და მე არ ვიცი მე არ მინდა ეს დავაბრალო პროტესტანტიზმის თავისი როლი აქვს ქრისტიანობის ისტორიაში მაგრამ მე მგონია რომ ქრისტეს მოძღვრებიდან ყოველთვის შეიძლებოდა ამის ამოკითხვა და სწორედ ამიტომაც ამოიკითხეს ის სამეული სიცოცხლის უფლება თავისუფლება და საკუთრება სწორედ ამიტომ ამოიკითხეს ქრისტიანობაში და ევროპაში და არა სხვაგან რომ ქრისტიანობა იძლევა მაგ ინდივიდუალიზმის საფუძველს არა მხოლოდ უბრალოდ საფუძველს არამედ მისი გადარჩენის საშუალებას და ამიტომაც აი საკუთრების ცალკე გამოყოფა რომ ადამიანმა შეძლოს შეინარჩუნოს ორი მთავარი ღირებულება სიცოცხლე და თავისუფლება აი ეს მხოლოდ ქრისტიანულ წიაღში იშვა მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ პირობითად სახელმწიფოში სოციალიზმში იქ რაღაცა რაც სიტყვების თქვით კიდე მაგრამ მე მაჩნია რომ ეს ყველა სიტყვები რაც თქვენ თქვით კონსერვატიზმის და ქრისტიანობის ორივეს წინააღმდეგ არის იმიტომ რომ ქრისტიანობა ევროპული ქრისტიანობა და ევროპული კონსერვატიზმი არ შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ ისინი რაღაც თვალსაზრისით ერთად არიან ხო ერთად არიან მაგრამ თქვენ თუ რაღაცა სხვა განმარტებებს შეიყვანთ რაღაც უცნაურ განმარტებებს მაშინ უბრალოდ გამოვა რომ ბოლშევიზმი არის ყველაზე ქრისტიანული რელიგია რა ვიცი ის არა ქვია სოციალისტური მთავრობები როგორც ჩვენი მთავრობა მაგალითად არის ყველაზე ქრისტიანი და ყველაზე კონსერვატიული მთავრობა ლიბერალური არის ჩვენი მთავრობა ეხლა არა კაცო ჩვენ რაზე ვკამათოთ მოდი ეს ჩვენ მაყურებლისთვის ეს უბრალოდ იდეოლოგიური კამათი არ იყოს ამე კონკრეტულ რაღაცამდე დავაკონკრეტოთ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ჩვენ შეგვიძლია უთხრათ მაყურებელს რომ ამაზე ვსაუბრობთ მე მაგ მეორე ხედვა
თქვენ რასაც საკეთებთ, ის ყველა სხვა იდეოლოგიას უბრალოდ იგივე საკეთება. ფაშიზმის კი ქრისტიანობაზე ორიენტირებოდა და ამბობდა, რომ ქრისტიანობიდან მოდის მისი საფუძვლები. და მუსოლინის ამას აკეთებდა, როდესაც კონკორდატი დატოვა რომთან და ასე შემდეგ. იქ ისაც იყო ბევრი ამბობდა, რომ სოციალიზმი ეს არის მარქსიზმის ქრისტიანობა პოლიტიკაში და ყველა ახდენდა ქრისტიანობის გამოყენება სათავისოდ. ეს იდეოლოგიისთვის ახალი არ არის. რომ თქვენ ახლა ამბობთ, რომ ჩემი იდეოლოგია ქრისტიანობიდან ამას თქვენ ამბობთ, რომ ჰიტლერმა რო თქვა, რომ მე ვარ სიტყვაზე ღმერთიო, ამის გამო ჰიტლერი ჩავთვალოთ ქრისტიანად, ანუ და ქრისტიანული იდეოლოგიის მატარებლად, ეს არაშუაში, ანუ მე როცა ვსაუბრობ, რომ ქრისტიანობაზე როცა ვსაუბრობ და ვსაუბრობ მის წვრილზე რაღაცაში, ვსაუბრობ, რომ სწორედ ამ იდეოლოგიამ, ამ რელიგიამ შექმნა საფუძველი ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების და ინდივიდუალური სივრცისთვის. მოდით. ხო და ეს რაშუაში მასთან ჰიტლერი რო რაღაც პოპულისტური რაღაცას ეკანა. ჯერ ჯონ ლოკს აქვს ესეთი განმარტება, როდესაც თავისუფლებაზე საუბრობს, ის ძალიან საინტერესო რაღაცას აკეთებს, როდესაც ადარებს, მაგალითად, იტალიურ ქალაქი იყო ესეთი ლუკა, მათ შორის მაცხოვრებელი და იყო ოსმალეთის იმპერია. მამორს ადარებს ერთმანეთთან. და თუნდაც ჯონ ლოკი ამბობს, რომ ქალაქ სახელმწიფოში ლუკაში მცხოვრები ადამიანი ნაკლებად თავისუფალია, იმიტომ რომ მეზობელს და იქ საქალაქო კრებები იყო, შეუძლია მაგალითად შეუზღუდოს მთელი რიგი თავისუფლება, კი, მას შეუძლია გამოვიდეს პალატაში, მას შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ მისი ქცევა და ნორმები არის შეზღუდული, იმ დროს, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში კი პოლიტიკური ნება წართმეული აქვს, მაგრამ ადამიანი უფრო მეტად ეკონომიკურად თავისუფალია და ამიტომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ადამიანი უფრო მეტად თავისუფალია. ამას ამბობს ჯონ ლოკი. ეს მომენტი, როდესაც ლიბერტარიანიზმი ჩემი აზრით რას ამბობს? ლიბერტარიანიზმი ამბობს, რომ არსებობს ბაზარი, ბაზარის ჩარევა არის ცუდი, არ არსებობს ეს ფორუმი, არსებობს მხოლოდ ბაზარი, ფორუმიც უნდა და პოლისიც უნდა გადაიქცას დიდ ბაზრად და შესაბამისად პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა აბსოლუტურად გაქრეს, საბოლოოდ სახელმწიფო საბოლოო მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო საბოლოოდ უნდა გაქრეს. მის ნაცვლად დარჩეს ეს ბაზრის რეგულაცია, კორპორატია, რასაც საბოლოო ჯამში ლიბერტარიანიზმისგან აუცილებლად მივიღებთ, თუ ამ გზას რომ ლიბერტარიანიზმის გზით რო არ წავიდეთ, ზოგადად ლიბერალურ გზით რო მივიდეთ, უკვე ამ ეტაპზე ვართ, ახლოს არის ეს პერიოდი. და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს იმდენად შეზღუდული და ეკონომიკური აქტორები უნდა იყოს იმდენად გაბერილი. მე ხო ვარ ლიბერტარიანი. ანუ აი უცნაური ხო არის რომ შენ განმარტავდი ლიბერტარიანიზმს და მე უსმენდი ამას უბრალოდ. აი მარტივად აგიხსნი და მარტივად ავხსნი, ამ ხალხ ფილოსოფია არ ჭირდება. მე ისიც ჯერა. მე მჯერა იმისი რომ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. აი ამას არც არაფერს არ დავამატებ, არც არაფერს არ მოვაკლებ. და ვინმე ერთი ადამიანი გამოჩნდეს, ვინც მეტყვის რომ ვერ გავიგე რაზეა ბაზარიო. გეუბნებით რომ მე მჯერა რაც გინდა ის დამარქვით, მე არ მაქვს ეგეთი კონკრეტული სახელი. შინაარსობრივად გონია რომ კლასიკური ჩემს Facebook-ზე დაარსების დღიდან 2009 წლიდან აზერი ერთ და იგივე რომ კლასიკური ლიბერალი ვარ. იმ პოლიტიკური იდეოლოგიებიდან გამომდინარე, რაც ყველაზე მეტად მე შემეფერება, მაგრამ სურვილია და რაც შეიძლება რაზეც ჩვენ კამათი უნდა გქონდეს რეალურად, არა რაღაც აბსტრაქტულ რაღაცებზე, არამედ აი ამ რაღაცა ჩემს ფაბულაში, ისიც მე მოძრაობ, ამდენი წელია ამ ქვეყანაში. და ვამბობ რომ მე მინდა მქონდეს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა, რა არის არასწორი. მე შეიძლება იყოს რეგულირებები, ეკონომიკა, ისა, მაგრამ აი თქვენ რა უფლება არ გინდა რომ გქონდეთ? აი კითხვა ეს არის, ხო? ანუ მე თუ გამაკრიტიკებს ვინმე, უნდა გააკრიტიკოს ჩემი მთავარი ეს ფაბულა. ისევე როგორც აი ქრისტიანობას თუ აკრიტიკებ, ხო უნდა გააკრიტიკო მისი მთავარი ფაბულა, არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ. მე ამისი მჯერა ასევე, მაგრამ პოლიტიკური ფაბულა ჩემი არის და ეს ანუ უპრიმიტიულესი ფაბულა არის, რომ ანუ მომეცი ყველაფრის უფლება თუ არავის არ ვაზიანებ. და ზიანი რას ნიშნავს? კიდე ცალკე თემა შეიძლება იყოს, ცალკე დისკუსიების საგანი, მაგრამ ფაბულა ეს მინდა და აი კონსერვატორს თქვენ არ გიცნობთ ასე კარგად და არ ვიტყვი რომ თქვენზე ვსაუბრობ ამას, მაგრამ ხშირ ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც როგორც კონსერვატორი ისე მოძრაობს. აი მაგალითად არსებობს ჯგუფი ალტინფო და სხვა ხალხი რომელიც ასევე კონსერვატორად პოზიციონირებენ და მათი პოზიცია არის ამის საპირისპირო, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება არ აქვს, მაშინაც კი როცა სხვა ადამიანს არ აზიანებს და უფრო მეტიც ისეთი ფუნდამენტური კონსერვატიული ღირებულებები, როგორიც არის პირობითად იარაღის ტარების უფლება, თუნდაც ის რომ ადამიანს აეკუთვნის საკუთარი სხეული. ანუ ამაზე კონსერვატიული ღირებულებები ხო არ არსებობს. ამასაც კი აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ხო და ანუ აი მაშინ კონსერვატორი, მაშინ რა შუაშია შენი კონსერვატორიზმი? ანუ შენ თუ ამ ორ ფაბულას, რომ ფაბულას აყურებს, საკუთარი სხეული არ გეკუთვნის, თუ იარაღის ტარება.
თუ იარაღის ტარების გააჩნია ვინ ხარ არა ადამიანი ვარ ადამიანი ნორმალური არ მაქვს ფსიქიური პრობლემები მე რადგან ის სოციალური ცხოვრება გამოვიარეთ და პოლიტიკური 190-იან წლები ქვია ჩვენ სოციალურ ცხოვრებაში და მეხსიერებას ძალიან კარგად ჩანს როდესაც ადამიანებს ხელი მიუწვდებათ იარაღზე ისინი რას ჩადიან არა მე ძალიან კარგად ვიცი რომ კონკრეტულად რა საზოგადოებასთან მაქვს ურთიერთობა მე ძალიან კარგად მესმის შესაბამისად მე მირჩევნია ჩემი შვილი დაცული იყოს ვიდრე ვიღაცას კონდეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ხო ეს შევხედოთ, ანუ ჩვენ ხო საუბრობთ, რომ ჩვენ ხო კონსერვატიული ღირებულებები და მელაპარაკებით. კონსერვატიული ღირებულებების კონსერვატიული ღირებულება. ქართული იყოს, კაცო, ქართული იყოს, აი, ქართულ ტანსაცმელს, მე-19 საუკუნის ქართული ტანსაცმელი რო ნახოთ, იარაღის ტარების უფლება ზედაც ახატია ვის ქონდა ბოდიში მათ არისტოკრატიას სამხედრო ფენა იყო დღესაც სამხედროებს აქვს იარაღის ტარების უფლება არ ქონდათ ყველას იარაღის ტარების არა მონებს არ ქონდათ კაცო მონებს არ ქონდათ ლეხებსაც არ ქონდათ არა ვაიცა ერთი წამი გლეხი მონა იყო იმ გაგებით რა გაგებითაც სხვაგან მონას ეძახდნენ თქვენ ახსენებთ ახლა ისეთ ისტორიულ მაგალითს სადაც სამხედროები მოხდათ მაგალითად აზნაურობის ფუნქცია თავდაზნაურობის არის არისტოკრატების ფუნქცია არის სამხედრო დღესაც სამხედრო თავისუფალ ადამიანებს ნახეთ თავისუფალი ადამიანი მაშინ თავდაზნაურობა იყო ყოველთვის არ იყო თავდაზნაურობა იყო კი ბატონო მაგრამ ყველა მათგანი არ იყო სამხედრო მაგრამ ზოგადად თავისუფალი ადამიანის შემადგენელი აბა მონას ვინიცემ და იარაღს და ჩამორთული ხონდა მე როდესაც მე დავასრულებ ბარემ ნახე თავისუფალ ადამიანს ნებისმიერ საზოგადოებაში ყველგან მათ შორის საქართველოში ქონდა იარაღის ტარების უფლება ქართულ ტანსაცმელში არ ქონდა ეგ ფაქტობრივი ნებისმიერ საზოგადოებაში თავისუფალ ადამიანს თქო ნუ თავისუფალ ადამიანს არისტოკრატებს ქონდა თავისუფალ ადამიანებს არა მონებს ახლა წარმოვიდგინეთ მე მოვიდნენ კომუნისტები ის ჩვენი თავადაზნაურობა ყველაფრიანად ასევე დაიმონეს და შესაბამისად ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება თქვენ ხართ ქართველი კონსერვატორი ახლა გეკითხებით შეიძლება თუ არა ქართველი კონსერვატორი ემხრობოდეს იმ წესრიგს სადაც თავისუფალ ადამიანებს არ აქვთ იარაღის ტარების უფლება მონებს არასდროს არ ქონდათ ამაზე არ ვკამათობ მაგრამ თავისუფალ ადამიანებს ჩამოართვეს ვიღაცა ხალხმა იარაღის ტარების უფლება ზუსტად ასევე სხეული ადამიანს ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ეს არის ფუნდამენტური კონსერვატიული ღირებულებები ხო და მაგას ვამბობ რომ საქართველოში თუ ჩვენ თუ თანხმდეთ არა რა შეთანხმება კაცო შეთანხმება კონსერვატიული ნიშნავს რომ იყო თუ არა ადრე ასე იყო ახლა დღეს ვარ კონსერვატორი ვიძახი რომ ის უნდა მინდოდეს იმის დაცვა ადრე იყო მე არ ვაპირებ თავდაზნაურობის აღდგენას მაგას ვამბობ და იმ წესრიგის აღდგენას მე მირჩევნია რომ აქ ლეგიტიმაციის ერთადერთი საშუალება ქონდეს სახელმწიფოს და არა კერძო პირს რომელიც შეუძლია სოციალიზმი იარაღის ამოღება და რა ჩვენს დაემოქმედა ეგ არის ბოლშევიზმი ეგ არის როგორ ბოლშევიკებმა წაართვეს ჩვენს წინაპრებს იარაღები ბოლშევიკებმა წაართვეს და სხვა იმებმა წაართვეს ყველა დამყრობელმა ზოგადად ყველა მტერი მოდიოდა იარაღს ევროპაში იქაც ბოლშევიკები როგორ არ ყოფილა ევროპაში ბოლშევიკები კაცო ევროპაში თუ იყო ბოლშევიკები საფრანგეთში იყო არა მაიცა თუ იქ იყო გერმანიაში არა მაიცა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტები რა იყო აბა თავისი შინაარსი ნაციონალ-სოციალისტების შემდეგაც იგივე იყო გერმანიის რესპუბლიკა ავიღოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაზე მეკამათები ანუ არა მე იმაზე გეკამათები რომ ეს არ არის მაინც ესეთი ფუნდამენტური უფლება ეს არის შეთანხმების საგანი ის საზოგადოებაში თუ ცხოვრობს სადაც რაღაცა კულტურა არსებობს იარაღის კულტურა ჩვენთან არ არსებობს ჩვენთან რაც არსებობს სოციალურმა რეალობამ 90-იანებში დაგვიმტკიცა არა ეს ასე ტყუილი არის არა 90-იან არა ნახეთ ჩვენთან 100 წლის წინ მოვიდნენ კომუნისტები ჩვენს წინაპრებს წართვეს იარაღი რა გინდა კომუნისტები აგერეს მე და შენ სადაც ცხოვრობდით იმ პერიოდში რაც მოხდა ის ჩემ არგუმენტს ამბობ ჩემ წინააღმდეგ აი 2 წუთი მინდა ზუსტად ამის შემდეგ თელი ეს საზოგადოება 70 წელი იყო მონობაში არ იყო მოვიდა ნუ რა კომუნისტების დროს მონობაში არ ვიყავით აბა რა ერქვა იმ პერიოდს აბა ანუ მონობას გაბაში თავიდან დაიწყო შენ დაიწყო განმარტებით ტერმინები მაშინ ჩვენ არ ქონდა უფლება გეტყვით ქართველებს არ ქონდა საშუალება თვითონ განგვესაზღვრა ჩვენთვის სასურველი წესრიგი რა ქვია მდგომარეობას არ დღეს არა გოხეს და არ ქონია ეს დღეს სახელმწიფოს როს ქონდა საკუთარი წესრიგის განსაზღვრის საშუალება მაიცა ერთი წამით ნახე დღეს ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი ხელმძღვანელობა ავირჩიოთ ჩვენი პარლამენტი და ამ პარლამენტმა მიიღოს რაღაც კანონები რომელიც გავრცელდება საქართველოში და თუ მე გადავირჩევთ ამ პარლამენტს ვივიღოთ სხვა კანონი მაგრამ იმ 70-იან პერიოდში ჩვენს მაგივრად ამას ღებულობდნენ კრემლში
ჩვენთან მოდიოდა დადგენილებით. ჩვენი ნორმატიული აქტები თუ შეეწინააღმდეგებოდა, არამედ თუ შეეწინააღმდეგებოდა, აი როგორც მონღოლი ნოინის მიერ გამორჩეული ბრძანება და ქართველი მეფის მიერ გამორჩეული ბრძანება ერთმანეთს თუ შეეწინააღმდეგებოდა, იმოქმედებდა მონღოლი ნოინის ბრძანება. ასევე იმოქმედებდა მოსკოვის მაიცად ხო და ერთი ქვეყნის ნაწილი. ხო, აი ამიტომ როგორც ჩემი ნებით ხარ შესულვარ იქ. ხო, შენებით არ შესულ. ხო და წარმოიდგინე ვიღაც ხალხ ქვეყანაში არ შესულვარ ჩემი ნებით, ძალით დამიუყრეს, წესრიგი ძალით თავს მომახვიეს და როცა ჩემი და მისი წესრიგი ერთმანეთს შეეწინააღმდეგებოდა, მათ შეეძლოთ თავისი ძალით გაეტანათ. ასეთი იყო მილიონის შემთხვევა, 9 აპრილი ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ამისი. ახლა გეუბნებით, აი ეს სიტუაცია, აი ამ ეს კონკრეტული სიტუაცია რად შეიძლება შეფასდეს? ეს ხო არ ყოფილა თავისუფალი საზოგადოება. მე გავედით, მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ვინაიდან ჯერ არ ქონდა გამოცდილება, ის შედეგები, რომელიც ამ მონობამ მოგვიტანა, ამის აღმოფხვრა ან არ ვცადეთ, ან ცუდად ვცადეთ. პირველ რიგში არ ვცადეთ იმითი, რომ აი ეს წართმეული უფლებები, რომლებიც ჩვენ წინაპრებს წაართვეს კომუნისტებმა, უკან არ დავუბრუნეთ მათ შთამომავლებს. ეს შეეხება როგორც ქონებრივ უფლებებს, აი მაგალითად მიწა უპატრონო დღეს რო სახელმწიფო საკუთრება 90%. მიწა სახელმწიფო საკუთრება არ არსებობდა. მიწა იყო ან იმისი რა ქვია ეკლესიის საკუთრება, ან აზნაურის, ან თავადის საკუთრება, ან რა ვიცი, ეკლესია თქვი თუ არა არ ვიცი, ისა რა ქვია სამეფო ოჯახის და რომ ბატონიშვილების და ვიღაცეების. და უცბად წარმოიდგინეთ, რომ ეს მიწა, რომელიც სხვადასხვა დადიანების იყო სამეგრელოში მიწები და მთები და ასე შემდეგ. ეს მიწა ნაცვლად იმისა, რომ დაგვებრუნებია სამოქალაქო ბრუნვაში უკან. დაუტოვეთ სახელმწიფოს და გავყინეთ. გესმით, მოხდა პრივატიზაცია, მოხდა გეტყვით, აი მე საჯაროებში მუშაობდი 6 წელი. და მოხდა მიტაცება. და რეალურად ესაც მოხდა მიტაცება. უძრავი ხონების საკითხი არ შეიძლება მასწავლო. 6 წელი მუშაობდი საჯაროებში. არ შეიძლება მიწის საკითხი მე ვინმე მასწავლოს. აი ნახე გეტყვი ახლა. საქართველოს მთელი ტერიტორიის მაქსიმუმ 25%-ია კერძო საკუთრება. დანარჩენი, ჩემი აზრით უფრო ნაკლები, მაგრამ 25 ავიღოთ, ამაზე მეტია ვერავინ ვერ ითქმის. დანარჩენი არის სახელმწიფო საკუთრება. ჩვენ ღარიბები სინამდვილეში ვართ იმის გამო, რომ აი ეს 25% საკუთრება არ გაიზარდა 90%-მდე. აი მაგალითად ტყეები რო ავიღოთ, აი ტყეები ხო სულ სახელმწიფოა ჩვენთან. გერმანიაში, ამერიკაში რომ მიხვიდე, ტყეები სულ კერძოა. აი ესე იგი, მაგი რამოდენიმე ადამიანს უფრო მეტი მიწა ექნებოდა და ამით რაღაცა უკეთესად ვიქნებოდა. არა, ესე არ იქნებოდა. ნახე, კონსერვატორობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ აი ეს რაღაცა ძარცველ სახელმწიფოს რო აქვს, კომუნისტებმა რო წაგვართვეს. თუ კონსერვატორი ხარ, ამის უკან დაბრუნებას ხომ უნდა ითხოვდე? ანუ აი ის წესრიგი, რომელიც არსებობდა ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში. მე ხო არ ვიცახი, რომ ყველა მიწა იდეალური საკუთრების ხელში იყო. ზოგჯერ 5-ის ხელში იქნებოდა, ზოგჯერ 10-ის, ზოგჯერ 15-ის, არ ვიცი რამდენის ხელში იქნებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა იმ ერთობლივი დოვლათის ნაწილი, რომელზედაც ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ. და რო წაგვართვეს, ამასთან ერთად წაგვართვეს სასამართლოები, რამდენი ტრადიციული სასამართლო არსებობდა საქართველოში, დღემდე ლეგენდებია შემორჩენილი, სვანურ სასამართლოზე, მთების სასამართლოზე, წაგვართვეს არბიტრაჟები და შექმნეს ერთი სასამართლო, სადაც რავი დასვეს კომუნისტი მოსამართლეები და ტროიკები დააჭრევინეს დაახრეტინეს ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ხო, მაგრამ ეს სასამართლოები, ტროიკების სასამართლოები უკეთესი იყო თავის განაჩენებით, ვიდრე სააკაშვილის სასამართლო. ლიბერალური სასამართლო. არა, მაიცა. შოშე უბრალოდ რა შოშე. არა, არ შეიძლება ზოგადად მე არ მინდა ზოგადად რომ მიხეილ სააკაშვილს მივანიჭოთ იმ ხელა მნიშვნელობა, რაც მას არ ქონია. და ჩვენ არ შეიძლება სააკაშვილის რეპრესიები, რაც უნდა ცუდი იყოს ის 30-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს შევადაროთ. იცი ახლა რატომ არის პრობლემა. ამითი გამოარო 30-იანი რეპრესიების სხერფლებს არ ვცემთ პატივს. არა. სულ სხვა რაღაცაზე საუბრობ. ჯერცეთ უშუალოდ რეპრესირებული შთამომავალი ვარ ეს ერთი. ამიტომ მეც შთამომავალი ვარ, ამიტომ გეუბნები. მაგრამ მეორე. ეცის საკუთარ შთამომავლის შენ ამბობ. აი 30 წელი, ბოლო 30 წელი, რაც ლიბერალური რეფორმებით მოხდა, ეს ლიბერალიზმის საკითხი არ არის. ბოლო 30 წელზე ვაპარაკობთ, გავარჩიოთ 30 წელი. თუ იდეოლოგიებზე ვაპარაკობთ, იდეოლოგიები გავარჩიოთ. ხო და ეს იდეოლოგიებზე როდესაც ვსაუბრობთ. კი შენ ამბობ, რომ შენ ახსენე რეალურად ნეგატიური თავისუფლება. მაგრამ იმ ადამიანს, რომელსაც შენ ფორმალურად მე მარტო ნეგატიური უფლებები ჯერა. ხო, პოზიტიურის რო არ გჯერა, მაგიტომაც არის, რომ მოსახლეობის თქვენ რომელი პოზიტიურის ჯერათ? რომელი პოზიტიური უფლების ჯერა? პოზიტიური იმას, რომ ადამიანს სჭირდება
ჯანდაცვა, რაც ჭირდება რას ნიშნავს? ჭირდება მაგაზე მე სიახლოს უფლება თუ შენ შეიძლება ფორმალურად სიახლოს უფლება. ეგ არ არის პოზიტიური. როგორ არ არის? პოზიტიური ნიშნავს ამას, რომ მაქვს თუ არა, რაღაცისთვის და რაღაცისგან აი პირობითად მე რო ცუდად გავხდე, პირობითად ჯანმრთელობის მკურნალობა დამჭირდეს, მაქვს თუ არა უფლება შენ დაგავალო, რომ ჩემი სახელით ბაკოს წართვა ქონება და მე მიმკურნალო. აი ეს არის პოზიტიური უფლება. ასეთი უფლება ჩემი აზრით არ არსებობს. არსებობს. როგორ აი იმიტომ რომ არსებობს გადასახადები, არა. არსებობს მივიდეთ პასუხისმგებლობა. ჩვენ აი ჩვეულებრივ არ ვიყოთ 4 ადამიანი მივართ აქ. ჩვენ გვესმის რომ ჩვენ ინდივიდუალურად არსებობს რაღაც გამოწვეული, რომელსაც ინდივიდუალურად გავუმკლავდებთ, არსებობს გამოწვეული, რომელსაც ვერ გავუმკლავდებთ ინდივიდუალურად. ამიტომ ამისთვის არსებობს ამიტომ საჭიროა მეგობრები. ამიტომ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც შენ გეხმარება გარკვეული პრობლემის მოგვარებაში. ეხლა ეს სახელმწიფო თუ ვერ ქმნის ლიბერალ სახელმწიფო როგორც წესი არ ქმნის ეგეთ სერვისებს და ქმნის რაღაცა ვიწრო სერვისებს როგორც დღეს შეიძლება გავაკრიტიკოთ. ეს იმას ანიშნავს, ესეთი მოდელები არ არსებობს. აი თუნდაც ის შენ თქვი რომ მონობასთან დაკავშირებით რა ის ადამიანები კი თელრიკ ნეგატიურ თავისუფლებებს მოკლებულები იყვნენ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები მაგრამ სამაგიეროდ რადგან არსებობდა ეს შაბლონური კომუნისტური რაღაცა პარადიგმები სწორედ იმ სოციალურმა ცხოვრებამ განსაზღვრა ის რომ დემოგრაფიულად გავიზარდოთ კულტურაში რენესანსი იყო სპორტში რენესანსი იყო ის სახლები ხა გლეხებს რომ აქვთ შემორჩენილი ძირითადად მათი ნაწილი ვერ მოყვები იმასე კულტურაში რენესანსი იყო სპორტში რენესანსი იყო ქართული კინო ქართული თეატრი ქართული ფეხბურთი იმიტომ 4ჯერ მეტი შემოდიოდა საბჭოთა კავშირიდან საქართველოში ვიდრე საქართველოს აწარმოებდა ანუ მთელი რიგი აი ეს სოციალურმა პაკეტებმა რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა მისცა ჩვენ საზოგადოებას ამოსუნთვის საშუალება სერიოზულად ამოსუნთვის საშუალება თუ ვინმე გონია რომ 21 წელს ძალიან ისეთი მდგომარეობა იყო კარგი მდგომარეობა ჩახედოთ საგაზეთო სტატიებში და ნახავთ რომ საშინელი სოციალური ცხოვრება იყო და ინფლაცია რაღაც 70%-ს აღწევდა და აბსოლუტურად მოშლილი იყო ეკონომიკა და ის იმ რეალობის დაცვა მაგიტომაც ვერ მოხერხდა ჩვენ საბოლოო ჯამში იმ ქვეყნის დაცვა. შენ თუ გინდა რომ შენი ქვეყანა იყოს დაცული, მინიმუმ შენ გჭირდება ისეთი სახელმწიფო, რომელიც იმ გამოწვევებს ანაზღაურებს, რათა შენ მცირე ბაზარს არ შეუძლია. შენ არ აღიარებ იმას, რომ ამერიკისგან განსხვავებით, რომელიც რა ვიცი 300 რაღაცა 50 მილიონი, მეგონა 400 მილიონამდე ავიდა ხო უკვე. ის შენ გაქვს მცირე ბაზარი, შენ არა გაქვს დიდი ბაზარი. ანუ შენ უბრალოდ ამ ნეგატიური თავისუფლებებით, შენ ესეთ პატარა ბაზარში ვერ რეალიზდები. შენ გჭირდება რაღაც დამატებითი საშუალებები, რომელსაც შენ მოახმარს. ნეგატიური თავისუფლების გარდა, ანუ მაყურებლისთვის რო იყოს გასაგები რაზე ვლაპარაკობთ, ნეგატიურია თავისუფლება, რომელიც ნულოვან დანახარჯს ითხოვს მის რეალიზაციისთვის. ანუ მე რომ მაქვს სიცოცხლის უფლება, თქვენ არანაირი ხარჯი არ გიждდებათ. მე რომ მაქვს თავისუფლების უფლება, თქვენ არანაირი ხარჯი არ გიждდებათ. ჩემი საკუთრების უფლება, თქვენ არანაირი ხარჯი არ გიждდებათ. და როდესაც ნუკრი აქ საუბრობს პოზიტიური საკუთრება, პოზიტიური უფლებებია. ეს არის უფლებები, რომლის შენახვაზე აი მაგალითად ჯანდაცვის უფლება ნეგატიურიც არის მაგალითად მე მაქვს უფლება მივიდე ნებისმიერ ჩემთვის სასურველ ექიმთან მაგრამ რასაც ამბობს ბატონი ნუკრი ამ შემთხვევაში ის რომ პირობითად მე რო ალბათ გავხდი სახელმწიფოს ხარჯით მკურნალონ ავტომატურად თავისი შინაარსით ეს არ არის პოზიტიური არა მე ჩემი განათლება მაყურებელს აუხსნა სერვისი იყოს არა ეგ შენებულად აი მე შენ თუ რამეს არ მე უბრალოდ ენციკლოპედიურად ხსნი მე არ შეშევარ პოზიტიური და ნეგატიურის გასხვება არის ის რომ ნეგატიური არის რაღაცისგან თავისუფლება მაგალითად სახელმწიფოსგან თავისუფლება რელიგიური ინსტიტუტებისგან თავისუფლება რა ვიცი ერისგან თავისუფლება ერთს ჭირდება ხარჯი მეორეს არ ჭირდება ხარჯი რაღაცისთვის თავისუფლება მაგალითად ნეგატიურის თქვენ შეგიძლია მოგცეთ რომ აი რა ვიცი თუ ფიზიკოსი ხარ და ის გააკეთე რა ქვია შენინება უნდა გახდე მაგრამ თუ ლაბორატორია არ არსებობს თუ ინსტიტუტები არ არსებობს თუ სხვა ისინი არ არსებობს სადაც შენ იმუშავებ და ელემენტარული ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გექნება ხო შენ უბრალოდ ამის რეალიზებას ვერ მოახდე შენ თუ გინდა რომ ფეხბურთელი გამოხვიდე ხო ნეგატიური გაწუხდა შენ თავისუფლად შეგიძლია რომ ფეხბურთელი გამოხვიდე, მაგრამ ნუ ისე რა ქვია, სტადიონი შენ უნდა ააშენო, ან შენმა მეგობრებთან ერთად უნდა ააშენო, ბურთი შენ უნდა იყიდო, ბუცები შენ უნდა იყიდო. პოზიტიური არის ის რომ სახელმწიფო გიშენებს სტადიონს, სადაც შენ დახავს ბავშვები შეიძლება უფასოდაც ან შეღავათიან ფასებში, სადაც შენ შეგიძლია ბავშვი რეალურად თუ მას ნიჭი აქვს ფეხბურთელობის მისი რეალიზაციის საშუალებას აძლევს. ნეგატიური კტოს ბარტო შენ თავთან. ანუ მე ძალიან მაგას ხო პრიმიტულად ვცნიდი, ანუ
ერთ ჭირდება პოზიტიური თავისუფლება, შენ რასაც ამბობ ეგრო რეალიზდეს, ჭირდება ვიღაც ადამიანების გაძარცვა იმისთვის, რომ ვიღაცამ ითამაშოს ფეხბურთი. ვიღაცას ჰქონდეს ბასეინი, ვიღაცას ჰქონდეს ლაბორატორია. მე გეუბნები, რომ ასეთი უფლება არ არსებობს. ძარცვის უფლება ქრისტიანულ კულტურაში არ არსებობს. შესაბამისად, იმის გამო არავინ ვერ იტყოდა, რომ ძარცვაო კაიაო, ანუ ეს ქრისტიანობით იყო გადაზღვეული. ამიტომ სოციალისტებმა მოიგონეს ძარცვის გაправება. ის რომ იცი რა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ვიღაცებს, ამიტომ უნდა გავძარცოთ და დახმარება და ესეთი კეთილშობილური საქმე, როგორც არის ქველმოქმედება. ეგ არ შეიძლება დაფინანსდეს ნაძარცვი ფულით. ეს სხვა რაღაცით ფინანსდება ზოგადად. ამიტომ მე როცა ვსაუბრობ ნეგატიური თავისუფლება არსებობს მარტო მეთქი ამბობ, რომ არსებობს მარტო ისეთი თავისუფლება, მაგ მარტო ისეთი თავისუფლება, რომელიც შენი ჯიბიდან არ ფინანსდება. თუ ჩემი ჯიბიდან ფინანსდება რამე, ეგ არ არის შენი თავისუფლება. მაგალითად, მონობის უფლება მაქვს თუ ჩემი სხეული შენ. მონობის უფლებას ღაპარია. არ არსებობს ეს არის ოქსიმორონი. საბერძნეთში რა შუაშია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნეში შეგელო 10 წლით. მონა გამხდარი იყავი მიწის საფასუროდ და რაციონალური არჩევანი. მაგრამ ამ ლოგიკით გამომდინარე შენ ეს იგივე პრინციპი იყო ძველ შუამდინარეთში. აბსოლუტურად იგივე პრინციპი. შენ შეგელო რაღაცა წლების განმავლობაში მონად შესული იყავი რაღაცის არ არის მონობა სხვა რამეს ნიშნავს. და რეალურად ესეთი პრინციპს მიყავ ხარ შენ მონათლობურ საზოგადოებამდე. რეალურად ესე არის. შენ თუ საბოლოოდ იმასაბ რომ შენ სხეული შენ გეკუთვნის და სხეული როგორც საკუთრება, ანუ სხეული საკუთრებაზე მეტია. ამ გაგებით. ამიტომაც მოკასო საკუთრებაც არ არის ოიძახი და მეტი რას ნიშნავს. მე გეუბნები გეკუთვნის თუ არა საკუთარი სხეული შენ. გააჩნია კონტექსტს რას. ახლა ამ წუთას მე და შენ რო საუბრობ შენ სხეული შენ გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის. სხეულის კუთვნილება არის კონტექსტური. თუ არ გეკუთვნის, მაშინ მითხარი ვის ეკუთვნის. კონტექსტურია. მე თუ აი პოზიტიური და ნეგატიური არის. თუ მე მაქვს ფსიქოლოგიური დარღვევები, ახო არ გაქვს კაცო. არა, დაიცადე. თუ მაქვს ეგ გადამწყვეტ მე თუ იყავს შენ თირკმელი უნდა გადმოგენაგოს ჩემი კეთილი ნებით, ეგ ერთია. მაგრამ მე თუ იმას თვითკვლელობისკენ მივდივარ იმ ლოგიკით, რომ ეგ სხეული მე მეკუთვნის და რა შენი საქმე. არა, მაგ ლოგიკით თავს ვინიკლავს. არა, პრინციპია. არა, მაგ ლოგიკით არ ვინიკლავს თავს. კანონზომიერება, როგორ არ არის? და სხეული მე მეკუთვნის და თავს ვიკლავ. მე მაგალითად მე გიდგები მონად შენ, იმიტომ რომ 10 წლის შემდეგ შენს რაღაცას ველი რაციონალური ვარ. არ არის მონობა, კაცო. სახელმწიფომ არ უნდა დააკანონოს და არც ერთ საზოგადოება მონათლობელობა ამ ლოგიკით. ესეთ პატივი, მონობა რაღაცას ნიშნავს კონკრეტულს, ასეთი ისტორია აქვს კაცობრიობას გამოვლილი და რაღაც 10 წლით ვიღაცასთან რო შრომეთ სამართლებრივი კონტრაქტი გააფორმო თუ და ძიმე პირობების ეს არ ნიშნავს მონობას. მონობა და ეს მონობა გააუქმეს სამოქალაქო, ეგ პრინციპის გააუქმეს მათ შორის სამოქალაქო ომით. ეს პრინციპის გააუქმეს. შენ გაქვს რეალიზაციის სხვადასხვა შეზღუდული ვარიანტები. ყოველთვის ანუ შენი სხეული შენ გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის? კონტექსტს გააჩნია. ანუ ხო, მაგრამ აი ახლა ამ წუთას მაგალითად ამ კონტექსში. ამ კონტექსში რა აი შენი სხეული შენ გეკუთვნის თუ არ გეკუთვნის? ანუ მე მეკუთვნის, მე სულ მეკუთვნო და მას შემდეგ რაც რა ვიცი დავიბადე სულ მეკუთვნო და როცა პატარა ვიყავი ჩემზე ზრუნავდნენ ჩემი მშობლები. გააჩინა კონტექსტი რაც უწყობად გავხდეს სულ მე მეკუთვნო. ეხლა იარაღი რო ამოვიღო და თავში ვიხალო ეს ეს არ ნიშნავს, არა მაიცა. მე ხო ეს ტელეფონი ხო ნახდათ მე მეკუთვნის. ამას საგანია. მაგრამ მე ხო ამას არ ვამტრევ. და ჩემს მიმართ ამის საკუთრებას არ ვამტკიცებ. მისი დამტრევით მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მაქვს. ხო, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველა ადამიანის მსგავსი ხომ არ არის? არა, რას ნიშნავს? როგორ არ არის? არა, არაფერს შეშე. შენ ისეთ საკითხებს ერთფეროვანი, რომელიც არ არის ერთფეროვანი. ქართული მე ძალიან უცნაური კონსერვატორიულ მასში ვარ დღეს გადაცემაში. სადაც ადამიანს თურმე საკუთარი სხეული ქართულ კაცს არ ეკუთვნის მისი სხეული, გააჩნია კონტექსტს. იარაღის ტარების უფლება თურმე არ ყოფილა კონსერვატიული ღირებულება და ისა ქვია. თუ იარაღი და ჯარში ქართულ კაცს არა, მაიცა კაცო, ქართულ კაცს ეს თურმე არასდროს არ ქონია და მესამე რა იყო კიდე ისეთი სოციალისტური ისა რა ქვია, ხო, თურმე მე უნდა დავაფინანსო, ქართველმა კაცმა უნდა დააფინანსოს სხვისი პოზიტიური უფლებები. ხო, და ეგ მე არ ვიცი, ანუ მე რა წიგნები წამეკითხავს კონსერვატიზმზე, იქ პირიქით წერია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ახალი ქართული ამერიკული კონსერვატიზმი. ხო და თქვენ რა წიგნი ეს საწერია, აი თქვენ რასაც მეუბნებით კონსერვატიზმის ეს განმარტება, სადაც ის ასე განიმარტება, ეს საწერია. შპენგლერთან. შპენგლერი რას ნიშნავს? შპენგლერი ავტორი არის ხო და სადაც წერია პრუსიოლობა და სოციალიზმი. სადაც არის რომ სახელმწიფო ეს არის ერთი ორგანიზმი, რომელიც ზრუნავს საკუთარ საზოგადოებაზე. სადაც ეს კლასთა ბრძოლის ნაცვლად კლასთა თანამშრომლობა არის. სადაც არის გერმანული მოდელი. ჩვენ გერმანულ კონსერვატიზმზე საუბრობთ.
რატომ მოხდა ის რომ პირველი სოციალური პაკეტები სწორედ გერმანულმა კონსერვატიულმა ელემენტმა ბისმარკმა შემოიტანა პირველი სოციალური ელემენტი მე მგონი პენსიაც სოციალური დარწმუნებას ჩერჩილის პერიოდში მოხდა ეს ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს არ არის მარტო არჩევანი ანუ თქვენ გერმანელი კონსერვატორი ხართ ანუ ამაზეა საუბარი ქართული კონსერვატორი რას უწოდებ თქვენ ქართული კონსერვატორი ნუ იმიტომ რომ რომელიც მეტყვის რო იცი რა გვარი იყო ვინც თქვა აი მაგის იდეებით ხელმძღვანელობა გვერიქნება ქართული კონსერვატორიზმი ნუ ეხლა რადგან საქართველოში არ არსებობს კონსერვატიული ინტელექტუალური სკოლა არ არსებობდა და არ არსებობდა ესეთი მიზანი რომ ქართული კონსერვატიული აი მაგალითად ილია ჭავჭავაძე არ არის თქვენთვის მაგალითად კონსერვატიული ღირებულებების დამცველი ილია რო ისე ან მაგალითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როგორ გითხრათ ისტორია და მამები და ასე შემდეგ ისინი არიან თუ არა კონსერვატიული ღირებულებების გამომხატველები პირობითად ან რაღაცა ქართულ კონსერვატორებზე სანამ ვიღაც გერმანელზე სანამ ვილაპარაკებთ აი ხო არ არსებობს შიგნით რაღაცა ხალხი რომელსაც უკეთესად გავაგებინებთ ერთმანეთს რომ აი ამას გულისხმობთ ქართულ კონსერვატორიზმს აი მე არ ვიცი ეს კაცი შეიძლება პირწავარდნელი კომუნისტი იყოს ახლა მე როგორ გამათვა მოკაცე აქ პრობლემა ის არის რომ როდესაც ეკლესიაზე საუბრობთ ზოგიერთი ელემენტი ის იყო ფეოდალური რა თქმა უნდა ის ფეოდალიზმი და კონსერვატიზმი არ ვაიგივებ ერთმანეთთან ეს ძალიან დიდი განსხვავება კონსერვატიზმი ამ შემთხვევაში არის ის რომ ჩვენი პრინციპის ზნეობრივი პრინციპებიდან ვაგებთ რაღაცა სისტემას ჩვენი ისტორიული გამოცდილებით თუ ჩვენ რადგან გვაქვს 90-იანი წლების გამოცდილება იარაღის საკითხზე მაგიტომ არის ჩემი პასუხი რომ მე მირჩევნია ჩემი შვილის უსაფრთხოება ვიდრე ის რომ შენ კონდეს ან ვინმე ბავშვს კონდეს იარაღი არა ადამიანს სრულწლოვან ადამიანს იარაღის ტარების უფლება და ის მოხდეს რაც ამერიკაში ხშირად ხდება ხო სკოლებში შუთერები რო შედიან და ისვრიან მე მირჩევნია რომ ეს უფლება ამ ადამიანს არ ქონდეს იმიტომ ჩემი შვილის სიოცხლე მისი იარაღის ტარების უფლებაზე მნიშვნელოვანია ან 90-იან წლებში ლეგიტიმაცია ძალადობის ქონდეს მარტო სახელმწიფოს კი ბატონო ნახე 90-იან წლებში ხო რასაც საუბრობთ 90-იან წლების სინამდვილეში არის ყველაზე ჩემი არგუმენტი და რატო 90-იან წლებში თქვენ რასაც საუბრობთ იმ დროს გეგონება იარაღი ლეგალური იყო 90-იან წლებში ის რომ იარაღი ხალხს ჰქონდა, იმას კი არ ნიშნავდა რომ იარაღი ჰქონდა პატიოსან ხალხს. პატიოსანი ხალხი ჯერ კიდე განიარაღებულია 90-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან და უცბად იარაღი ხელში ჩაუვარდა არა პატიოსან ხალხს, არამედ ბანდიტებს. და უცბად სახელმწიფოს პირობაში ეგრე მოხდება. ყველას არ ჩაუვარდება. არა, ერთ ნახეთ. უცბად ის რომ ხელში დამნაშავეებს ხელში ჩაუვარდათ იარაღი თან პოლიტიკური მოტივებით ჩაუვარდათ და მე უკვე ისედაც გავრცელდა უცბად ის უდანაშაულო ხალხი რომელიც სახელმწიფოს იმედად იყო დარჩენილი იმ ხალხს დაემართა ზუსტად ის რაც ემართება იმ საზოგადოებას რომელიც სახელმწიფოს იმედად არის დარჩენილი რომ უცბად ყველა ყაჩაღმა იცოდა რომ პატიოსანი ხალხი იყო შეუიარაღებელი მარტივად შეეძლო თავზე დასპო და დაეყაჩაღებინა და რაც უნდა ის ექნა. მაშინ როცა ჩვენ რო გვეცხოვრა იმ ტრადიციული ქართული წესრიგით, რო არ ყოფილიყვნენ კომუნისტები და ეს რაღაცა გიჟობა რო არ მომხდარიყო და ყველა ბანდიტს რო ცოდნოდა რომ ქართველი კაცი დაბადებიდან სწავლობს იარაღთან ურთიერთობას, როგორც აი აგერ ელექტროენერგიის რა ქვია შტებცელს არ ვიცი. შტებცელთან ურთიერთობას ბავშვს ასწავლიან, რომ თითი არ შეყოს და რამე არ დაემართოს. ასე როა გაზრდილი ეს საზოგადოება. იარაღთან ერთად აღზრდილი და რაღაც რამდენიმე საზოგადოებას გულისხმობს. შეიძლება თუნდაც კი ბატონო, მაგრამ აი საყოველთაო არა მაიცა რა შუაშია რა საყოველთაო დაწევა რა შუაშია საერთოდ. ანუ მაიცა ყველა მოქალაქე უნდა იყოს მეომარი. არა რა შუაშია წარმოედგინეთ კაცო ჩვენ რო აკრძალული არ ქონდეს ადამიანებისთვის ბავშვობიდან იარაღის სწავლა წესი მართლა რომ ოკუპირებული ქვეყანა ვართო ვიძახით ტერი 35 კილომეტრშიაო და ერთი ტირი არა გვაქვს ქვეყანაში ღია ფაქტობრივად ერთი სასროლეთი არა გვაქვს ქვეყანაში მართლა რაზე ვლაპარაკობ ამ საზოგადოებას 90-იან წლებში რო ყოლოდა ხალხი რომელსაც იარაღის სუქონდა ასე იყო გაზრდილი ასე იყო მომზადებული და არ ქონია კომუნისტური არ ქონოდა კომუნისტური რაღაცა მონობის პერიოდი გავლილი არანაირი 90-იან წლები ამ გაგებით არ მოხდებოდა პირიქით 90-იან წლებში ვინაიდან აკრძალულიყო იარაღი მოხდა მარტო დამნაშავების ხელში მათი რომ პატიოსანი საზოგადოება იყო დაუცველი მათ წინაშე, ამიტომ დედაუტირეს ამ ხალხს და თქვენ კიდე მეუბნებით რომ ეს არ მინდა განმეორდეს. და თქვენ მეუბნებით რომ იცი რა იარაღმა რა ქნაოდა, უიარაღობამ ქნა ეგ. ამ საზოგადოებამ დედაუტირა მაგ კრიმინალებს, სწორედ სახელმწიფოს ძალადობის მეშვეობით, როდესაც სახელმწიფომ განეიტრალა ეს შეიარაღებული ბანდები და იმ შუაშია რომ საზოგადოებამ უკვე შეთანხმდა თუ ვის უნდა კონდეს ძალაუფლება არა სხვადასხვა ბანდებში ერთმა ბანდამ გაიმარჯვა შენ ამ შეთანხმებას სხვადასხვა ბანდები შევარდნაძის ჯაბაიოსელიანის კიტოვანის და ბანდებმა ერთმანეთში არა რა სახელმწიფო განატრალა ერთ-ერთმა ბანდამ მოიგო სახელმწიფო მარანა განატრალა სააკაშვილის კი იმ ლოგიკით მოვიდა და იმიტომ უჭერდა ხალხი რომ ეს ძალადობა
ძალაუფლება, რომელიც სახელმწიფოს თლად კონცენტრირებული არ იყო და ჰქონდა რაღაც რეგიონალურ მმართველებს და არა მარტო რეგიონალურ თელი კრიმინალურ ჯგუფებს, მისი განაეტრალება საზოგადოებას უნდოდა. და სააკაშვილი სწორედ ამ მუხტით მოვიდა. არა, სააკაშვილი მოვიდა რომ თავისუფლებას მოიტანდა და კორუფციისგან გათავისუფლება. ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ჩვენი შეთანხმება არის ის, რომ მოდი აღარ გვინდა ერთმანეთს იარაღის ენით ველაპარაკო და ერთ-ერთი ლეგიტიმაციის წყარო იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს ან სამხედროებს და სამხედროებს აქვს დღემდე იარაღის ტარების უფლება ან ძალოვან სტრუქტურებს. და დანარჩენი ჩვენ ერთმანეთში უიარაღოთ თქვენ ნამდვილად უცნაური სახართ კონსერვატორი ხართ. მე არ ვიცი ესეთი კონსერვატიზმი, რომელიც ზოგადად ამ ასეთი მმართველობით არის, რავი, ჩავთვალოთ რომ რაღაც ახალი კონსერვატიზმი, რომელიც წარმატებას გისურვებთ ამის დაფუძნებაში, მაგრამ გეუბნებით რომ თქვენ რასაც ამბობთ შინაარსობრივად რომ იარაღი კონდეს თავრობას და ხალხს თავრობა დაიცავს და მას არ ჭირდება იარაღი. ეს არის ძალიან ცინიკური და მე ერთ მაგალითს გეტყვით. რატომაც შენი ყველობის რაოდენობა როგორ შემცირდა ამას არა აბსურდია, აი უბრალოდ ახეთ ანუ მასე არ ითვლება ეს. აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ ვიღაცამ ქუჩაში დაგაყაჟაღა, დაგადოთ იარაღი და თქვენ თავრობა გეუბნებათ რომ შენ იარაღი არ უნდა გქონდეს. შენ უნდა დარეკო მაშინ 91-ში და ჩვენ დაგეხმარებით. ხო და მე გეუბნებით რომ ყველაზე მაგარი ქალაქი, ყველაზე მაგარი შტატი როა იყო, სადაც პოლიციაში რო რეკავს და რამდენ ხანში ის მოვა და გაასაშუალო ეს მონაცემი 1 წლის თავზე. გამოვა და ეს ჩემი სიტყვები არ არის, უბრალოდ ასეა დათვლილი. გამოვა რომ ამ პერიოდში სანამ მოვა ის დახმარების მანქანა, ყველა დანაშაულის ჩადენა სიხლის სამართლის სიმაში იქნება დამთავრებული გაუპატიურების ჩათვლით. გესმით და აი სანამ აი რომ მოხვალთ და სანამ თავრობა მოვა ამ დროს უკვე სხერპლი გაუპატიურებული როა ეს დანაშაული დამთავრებულია. თქვენ მეუბნებით რომ ამისგან დაგიცავს სახელმწიფო და მასე არ ხდებოდა არასდროს. ემპირიული მას ხომ აქვს ფაქტებს მნიშვნელობა. შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი დანაშაული კვლელობა ხდება. სადაც არ მინდა სტატისტიკები, არ ვერ მოიგებთ ვარდეთ ფაქტს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მან გეტყვით მთავარი რა არის? მთავარი ის არის, ეს დაკავშირებული. არა, ნახე, აი ნახე, მაგალითად, თავდამსხმელს ვიღაცა რო კლავს. თავდამსხმელს, რომელიც მე მესხმოდა თავს, მე იარაღი მქონდა და ის მოვკალი. ახლა ამ შემთხვევაში იმის სიცოცხლის უფლება კი არ არის ღირებული. ღირებულება არის ის, რაც დავიცავი. გესმის, ჩემი საკუთრების უფლება ვიღაცა მოდიოდა, თავს დამესხა, ჩემი დაკაჩაღება უნდოდა, მე მქონდა იარაღი და ის გავანადგურე. ამერიკაში. ამ შემთხვევაში, ამას რო დათვლი იმ რაღაცა მსხვერპლებთან ერთად, რომელიც აი სრულიად უდანაშაული, აი მაგალითად იგივე ბაღის მაგალითები რო თქვით, ვიღაცა რო შევარდებაო. რამდენჯერ გინახავთ, რომ ვიღაცა შეიარაღებულმა გაანეიტრალა, ის სანამ პოლიცია მოვიდოდა, რომელიც მათ შორის იქ იყო სკოლაში. ან სადღაც იყო, იმიტომ რომ შეიარაღებული საზოგადოება მათ შორის იცი რას ნიშნავს, რომ მე რომ სარვატარებდე იარაღს და ვიღაცა რომ მესროდეს, მისთვის მეტი რისკი არსებობს, რომ ვიღაც ნეიტრალურმა ტიპმა, რომელსაც იარაღი ჯიბეში უდევს, იმან გაანეიტრალოს, გესმის? გერმანიაში პირობითად არ მომხდარა ეგ სკოლების შუთერი, რასაც ქვია რა, სკულ შუთერების ფენომენი, იმიტომ რომ გაინეარაღებული. ანუ თქვენ ნორვეგიაში არ მოხდა რა შუაშია. თქვენ ნორვეგიაში რო მოხდა ეს რა თქმა უნდა და შეიარაღებული იყო ის საზოგადოება იქა, მაგიტომ მოახერხა იქ რომ საზოგადოება არ იყო შეიარაღებული, მაგიტომ მოახერხა იმან ამის გაკეთება და ამიტომაც არ ხდება ამერიკაში 80 კაცის მოკლა. იარაღის საკითხია, მაგრამ სკოლის შუთერების რაოდენობა და არა მარტო სკოლის შუთერები, რატომ შვილის არგუმენტია და მაგიტომ თავარი რა. თქვენ შვილებს გარესკავთ იმისთვის რომ ვიღაცა ესე იგი ვიღაცის ხელში ჩავარდეს იარაღი და არა თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი ვიღაცის ხელში უკვე არის იარაღი. ვიღაცის ხელში. ამ ქვეყანაში 9 მილიონი იარაღია. ამ პატარა ქვეყანაში 9 მილიონი იარაღია. 9 მილიონ იარაღზე ჩვენ საუბრობთ რომ ვენდობით მთავრობის რეგულირებას რომ არავის არ ექნება და არავინ არ გამოიყენებს ჩემი შვილის წინააღმდეგ ამას. მე მირჩევნია რომ ჩემ შვილს მქონდეს იმის საშუალება რომ იარაღთან ურთიერთობა ვასწავლო პატარაობიდან. და შესაბამისად მისი უსაფრთხოებისთვის ჩემი აზრით უმჯობესი ის კი არ იქნება რომ დავრჩეთ იმის იმედად რომ არავის იარაღი არ აქვს. 500-1000 იარაღია თქვა ამ ქვეყანას და უფრო მეტიც. იმის კვლელობების ძალიან და ზოგადად ეგეთ დანაშაულების ძალიან ცოტა ნაწილი ხდება ცესასროლი იარაღით. იმ ნივთების უდიდესი ნაწილი, რომლითაც კვლელობები ხდება და ზოგადად დანაშაული ხდება, უდიდესი ნაწილი არის ლეგალური. მაგალითად, ხა კი ხოცები კი დასდევენ, პლასმასის ბოთლები გვინდაო, მაგრამ ეს პარლამენტის რა ქვია, შუშის ბოთლები გვინდაო, მაგრამ ყველა შუშის ბოთლი იარაღია. და დარწმუნებული ვარ შუშის გადატეხილი ბოთლებით, მაგალითად ინგლისში. არანაკლები დანაშაული ხდება, ვიდრე ცესასროლი იარაღით.
ბასრი და წვეტიანი ნივთებით. არა, მაინც აკაცო ბასრი და წვეტიანი ნივთებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჩაქუჩებით. ამას ხო არ კრძალავთ. როგორ არ გძალავთ, როდესაც ანუ იარაღი კი არ არის საშიში. საშიში არის მიზეზი და ადამიანი, რომელიც იარაღს საშიშად აქცევს. არა, ეგ თავისთავად, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, როდესაც ესა რა ქვია, როდესაც ცივი იარაღი აქვს ადამიანს, ხო? ვართმევთ მას. სკოლაში უამრავი ფაქტი მიმუშავია სკოლაში და უამრავი ფაქტი არის, როდესაც ჩამორთმეული იარაღები მთელი მუზეუმი ჰქონდა. ახლა ბავშვებს შეიძლება რაღაცა ჩამოვართო. არა, იარაღს რო დანებს რო ხალხს ართმევენ. დანებს რო ხალხს ართმევენ. დღეს აბსურდის თეატრია. პურიზანა ყველა სახში. პურიზანა შეიძლება იყიდო მაღაზიაში და წამოიღო სახში. თუ დანა ლამაზად არის გაფორმებული, ეს უკვე შენ უკვე ეჭვიტარილი ხარ, შენ შეიძლება ვიღაცა მოკლა. პურიზდანით ვერ მოკლა, ვინმეს დანით მოკლა თუ მინდა. ეს უბრალოდ აბსურდია, გესმის შინაარსობრივად. ეს არ არის არანაირი კონსერვატორიზმი. კონსერვატორიზმი ზუსტად ასეთი რაღაცებისგან სახელმწიფოს ჩამოშორებას ნიშნავს. აი ეს ხალხი რო გიდგათ აქა. აი ეს ხალხი რო გიდგათ, შეიარაღებული ხალხი. რა არისტოკრატია. არა, რაშაშა არისტოკრატია, კაცო. თუ თავისუფალ ხალხს ეძახია არისტოკრატიას, მე მინდა რომ მთელი ქვეყანა ვიყოთ არისტოკრატები. ვერ ვიქნებით. აბა რა გინდათ, თქვენ გინდათ იყოთ არისტოკრატები და არ შემონები? მაშინ სხვა ლოგიკა უნდა იყოს. მაშინ უნდა იყოს საყოველთაო გაწვევა, როგორც შვეიცარიაშია. მაშინ ყველა ადამიანი, მოქალაქე ავტომატურად არის ჯარისკაცი, რომელიც რაღაცა პერიოდი თვითონ მსახურობს, აქვს იარაღის უფლება. რანაირად არის უცნაური კონსერვატორიზმი? ან შენ ხო თქვი რომ მთელი საზოგადოება არისტოკრატია მინდა იყოს. მთელი საზოგადოება არისტოკრატია ყოფნა ნიშნავს სწორედ მაგას, როდესაც ყველა ადამიანი არის თავისთავად მამაკაცი, განსაკუთრებით არის მეომარი. სადაც მეომარი რო არ ვიყო, ამიტომ არ შეიძლება კონდეს იარაღი თავდაცვისთვის. მეომარი გავხდები იმ მომენტში რომ შეიძლება როდესაც იმბეთავს დამეხსნება რა პრობლემაა. მაგიტომ ამბობ, ისტორია განსხვავებული რადგან არის შეერთებულ შტატებში იყო დიდი ტერიტორია, შეერთებულ შტატებში სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობა გეოგრაფიულად დაშორებული იყო. იქ ინდიელის სხვადასხვა ტომი შეიძლება მოსულიყო საკუთარ თავით თვითონ დაეცვა. ეს კულტურა იქ რაღაცა 2 საუკუნეა მინიმუმ შექმნილია. შენთან ესეთი მდგომარეობა არ იყო. შენთან ესეთი სოციალური ცხოვრება არ არის. შენ რაც გქონდა კლავმეროზე 90-იანი წლები. შენი უახლოესი პერიოდი როდესაც და იმ დროს იარაღი ლეგალური იყო? ლეგალური იყო, სახელმწიფო მინიმალური იყო და სახელმწიფო საერთოდ არ ფუნქციონირებდა. გინდა ლეგალური ყოფილი, გინდა არა, ყველა შეეძლო ხელში იარაღი ჭეროდა. 90-იანი წლებში საბჭოთა კავშირი დაინგრა, შემოვიდნენ რუსები, ხალხს დაურიგეს ავტომატები და წამალი. და უთხრეს რომ რაც უფრო დახოცავთ ერთმანეთს, მით უფრო მოგცემთ ორივესო. ერთმანეთი დაგვახოცინეს. საზოგადოება რო ყოფილიყო და დაახოცინეს პატიოსანი მოსახლეობა, რომლის დარწმუნებაზეც იდგა ეს ყველაფერი. ეს ხალხი იყო სრულიად უიარაღო. ამ ხალხს რო იარაღი ქონოდა, იმ ხალხს რომელიც დააჩმორეს და რომელსაც შეუვარდნენ სახში და დააყაჩაღებდნენ და ასე შემდეგ. და იქ თავდამსხმელს რო ცოდნოდა, კორპუსში რო სადარბაზოში შევიდოდა, რო აწიოკებდნენ. იქ რო ცოდნოდა რომ ის სადარბაზო შეიარაღებული იყო, რომ იქ ყველა ოჯახში, ყველა ადამიანს მამაკაც თუნდაც იარაღი ქონდა. ის ხო არ მოხდებოდა რაც 90-იან წლებში იყო და 90-იან წლები რო არ განმეორდეს, ამიტომ უნდა იყოს ლეგალური იარაღი. ამას გეუბნები. თორაძეების საქმე აბსოლუტურად სხვა რაღაცას ამბობს. ისინი შეიარაღებულები იყვნენ, მაგრამ ტაკეთ მიადგნენ ადამიანს. არა, თორაძის საქმე საერთოდ ისე რომ ძლიერი იქნებოდა ის. თორაძის საქმე სხვა кейსია, თორაძის საქმე. იმის პამინდა. თორაძის საქმე სხვა кейსია და თუნდაც საკე გავარჩიოთ, ჩვენ ახლა იმას ვაკეთებთ, რა ქვია, გასაგებია ეგ პოზიცია. უბრალოდ მე ქართველი კონსერვატორების დახმარება მინდა ისეთ საქმეებში, რომ ქართველ ხალხს აუხსნათ თავარი კონსერვატიული ღირებულებები, რომ ადამიანს აი ეკუთვნის საკუთარი სხეული. მას აქვს ამ თავისი საკუთრების დაცვის უფლება. გესმის? და ზოგადად თუ ეკუთვნის საკუთარი სხეული და მისი დაცვის უფლება აქვს, მას აქვს ისეთი აი გვერდითი ნეგატიური უფლებები, რომელიც ამის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. სხეული და ადამიანი ერთი და იგივეა. ეს არ არის განხილული რაღაც საკუთრების საკითხი. საკუთრება არის უძრავი ქონება, საკუთრება არის რა ვიცი მობილური. ეს არაა საკუთრება. არა, როგორ არის საკუთრება? რომ თავი, როგორც კი საქმეზე საკუთრების კონცეფცია, რომელიც ავტომატურად შენ რაღაც ადამიანის გაუსულებას თირკველი გეკუთვნით თუ არა თქვენ და შეგიძლიათ თუ არა თქვენს ახლო ათესავს მეგობარს ვიღაცას მიცეთ თუ მაგალითად მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კი, იმ პირობაში თუ კი მე ვარ შემოწმებული, მათ შორის ფსიქოლოგიურად. არა, ხო და ჩვენ ხო მაგას ხო დაშვებას ვაკეთებ, მე ხო არ ველაპარაკები, ახლა არ ფსიქოლოგიურად არამდგრად ადამიანს ვუშვებ, რომ ფსიქოლოგიურად ნორმალურ ადამიანს ველაპარაკები. ნუკრის როგორც ის არის. კი ბატონო. თუ ამ ნუკრის ისეც როგორც ის არის, აქვს უფლება საკუთარი თირკმელი მიცეს ვიღაცას, ამას ამ ტრანზაქციას რა განაპირობებს გარდა საკუთრების უფლებისა?
საკუთარი ხო და აი მაგაზე სოლიდარობა სხვების ხო და ეს საკუთრების უფლებაა ხო სოლიდარული შეიძლება ვიყო მაგრამ შენი თერკვლის მე ხო ვერ გამკარგავ და შენ რასაც ამბობ რომ იცი რა ხანდახან მეკუთვნის საკუთარი სხეული თუ სიტუაციას გააჩნიაო მაშინ შენ არ უნდა გქონდეს ასეთი უფლება მე ის თქვი რომ მე მონების ის მაგალითი მოვიყვანე ესეთი კატეგორია როგორიცაა საკუთრება როგორიც ადამიანი მივყავართ მონათლობური საზოგადოებამდე და იმისთვის რომ მონათლობური საზოგადოებაზე არ მივიდეთ მონათლობურ საზოგადოებაში მივყავართ სინამდვილეში რას მივყავართ მივყავართ ბოლშევიზმს სადაც რაღაცა კოლექტიური აი თავრობის სახელმწიფოს რაღაცის გამგაპრავების გამო ვამბობთ რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს იარაღი ჩვენ ძმაო სახელმწიფოს და ვანდოთ საბჭოთა კავშირში აი ამას მივყავართ მონობამდე შეკითხებოდნენ თირკმელი ჩაგებარებინა თუ არა კაცო საბჭოთა კავშირში ძველ რომში კიდევ უარის ადამიანის თვითმკვლელობის ცდილობის გამო ადამიანს ჯიდნენ ძველ რომში მაგალითად ოღონდ იმის გამო რომ მას არ ეკუთვნოდა საკუთარი სხეული ეკუთვნოდა ბატონს ვისიც იყო მონათლობელს და ვინაიდან მონათლობელის საკუთრების დაზიანების მცდელობაზე მას ჯიდნენ ეს მონათლობელს პარებს ჩვენ ხა საბჭოთა კავშირში ხო მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი ეს მომენტი იყო, მაგრამ მაგას არ ერქვა საქართველოში შეიძლება აკრძალული იყოს მე ხო არ ერქვა საკუთრება მაგის თქმამიდა მაშინ საკუთრება საბჭოთა კავშირში ეს ისეთი პრინციპი რომელიც არ ჭირდება ესეთი განსაზღვრება მაგას ვამბობ არ ჭირდება აქედან იწყება ყველაფერი ჩვენ მე ზოგადად მაგიტო არ შემჩნეული მაქვს ეს რომ ადამიანები თუ მე არ მეთანხმებიან რომ მათ ეკუთვნით საკუთარი სხეული მათთან დისკუსიის გაგრძელებას დიდი აზრი არ აქვს იმიტომ რომ ჯობია რომ დისკუსია გააგრძელო იმ ადამიანთან ვისაც თუნდაც ამ ადამიანის სხეული ეკუთვნის თორე თუ კაცი გეუბნება რომ მე არ მეკუთვნით ჩემი სხეულიო მე რაზე გეკამათო ჯერ შენი სხეულია ვის ვეკამათები მაშინ არა მეკუთვნისა და ხო რაც ხარ მეკუთვნის მე მეკუთვნის ეს ტელეფონი ხო აი რა მეკუთვნის რაღაცას ნიშნავს გესმის მაგალითად მე შემიძლია ეს ტელეფონი დავანადგურო მე რომ ამას ვაპირებდი დავიწყო ჩალიჩი შენ ხომ მოხდა იაგო რა სერჩი ამ ტელეფონს რატო ანადგურებ შენთვის კაი მინდა მოდი აი შენ თვალი ხარ შეიძლება და ხვალ რო გამოფხიზდები გაგიტყდება რომ ეს ტელეფონი ისა რო გატეხილი დაგხვდება ხო შეიძლება ეს მოხდეს ახლა წარმოიდგინე იგივე ხდება სხეულზე ადამიანი ხედავ რომ საკუთარ სხეულს აყენებს ზიანს როგორც მე ტელეფონს ვაყენებდი ზიანს წეგან მაგალითში ახლა საკუთარ სხეულს აყენებ მაგალითად ადამიანი მოიხმარს ცუდ ნარკოტიკებს ადამიანი რა ვიცი სვამს უზომოდ ლოთობს პირობითად ეწევა რაღაცა ისეთი ტიპის აი მაგალითად რისკავს მანქანის სწრაფად სიარულით არ რაღაცა შვება რა ექსტრემალური რაღაცებითაა დაკავებული ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და ვურჩიოთ უთხრათ რომ არ მოიქცე ასე ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის ესა არა მაინც შევზღუდოთ რას ნიშნავს კაცო მაგრამ მე ხო თქვენ მე რომ ამას ვამტრევდე და ამ ტელეფონს ვამტრევდე შენ და რო დაინახო მე ხო არ დამიჭერდი ციხეში ხარ წამიყვანდი არა იმიტომ რომ ჩემს მაგრამ შენსაზე რო გავაკეთო ეს შენს ტელეფონზე რო გავაკეთო მაშინ ხო დამიჭერდი და წამიყვანდი ციხეში სუიციდით ჩემს შემთხვევაში ახლა ბაზის გამო ციხეში არა რა ეს არ არის შენზე დამოკიდებული ანუ ეს არის ჩვეულებრივად რაღაცა წაიდნენ სიცხლის სამართლის დანაშაული კერძო ბრალდების საქმეები მithumetes ახლა არ არსებობს მე ავტომატურად ვხდები დამნაშავე ხო და ახლა გეუბნებით რომ ტელეფონი და სხეული ანუ საკუთრებითი თვალსაზრისით მე არ შეიძლება ჩემს სხეულზე უფრო ნაკლები ხარისხის საკუთრება გამაჩნდეს ვიდრე ჩემ ტელეფონზე და როგორც კი შენ დაეთანხმები ჩემს სხეულზე საკუთრებას შენ მოგიწევს დაეთანხმო ჩემი სხეულის დაცვაზე ჩემს საკუთრებას ანუ ლოგიკას რაღაც მხრივ ვეთანხმები უბრალოდ კონტექსტი მე ვიცი რომ განსხვავებული იქნება მაგალითად აი მაგალითად მარიხუანას მოწევა რაც შენ აი რა გიყვარს შენ რომ შენ თქვა რომ მე მეკუთვნის და მე და შენ არ მოგვიწევია მეგონი არა მე არ ვიცი შენ რომ ძალიან იცოდე მე მიყვარს არა ამ თემაზე საუბარი მეთქი ბაღის წინ ან სკოლის წინ უწევა უნდა იყოს თუ არა შეზღუდული რა თქმა უნდა იყოს ეგ არის თუ არა ჩარევა შენ თავის არის ჩარევა მაგრამ ჩვენ რადგან ვიცით რომ ადამიანები არიან სკოლის წინ რას ნიშნავს ვისი მოწევა ადამიანები არიან რამდენი მეტრი წინ არა აგიხსნი რადგან ადამიანები არ არიან ხო ეს იზოლირებული ადამიანები ცხოვრობენ საზოგადოებაში მithumetes მიმბაძველები არიან ხო ადამიანი არის სუპერ მიმბაძველი არსება შენ გაქვს გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების მიმართ მათ შორის ეს პასუხისმგებლობები აისახება იმაში რომ შენ თავს რაც გინდა ის უქენი ამ შემთხვევაში მოწევის შემთხვევაში მაგრამ შენი დემონსტრირება უკვე არის პრობლემა იმიტომ რომ შენი მიბაძვით ბევრი იღუპავს პირობითად თავს თუ კი ადამიანი არის ნარკომანი
პირობით. ხან ნახეთ. აი ნახეთ, ამ შემთხვევაში ჩდება, ანუ ის ლოგიკა რომ შენი თავი ეგეკუთვნის, ამაში მოყვევი, მაგრამ ამას კონტექსტი ვამატებ. ჩემთვის საჭიროა კონტექსტი, რა კონტექსტში მე კონტექსტი დავიწყე საუბარი პირიქით. შენ თუ სხვას თუ არ ვაყენებ ზიანს მეთქი. მე ხო ეს თქვი. ხო და რას ნიშნავს ეს სხვას თუ არ აყენებ ზიანს? ხო, აი გეტყვი მაგას ასწავლე. ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ არტყავ და შეიძლება ნიშნავს რომ შენ ხდები მისაბაძი მოდელი და ეს მისაბაძი მოდელის ესე განეიტრალების საშუალება საზოგადოებას მათ შორის მისაბაძი მოდელი თუ არ უნდა დამიჭიროთ. დაჭერით არა. არა, აგიგზავნოთ გამოხატვის საშუალებების რაღაცა რა შეიძლება გამოხატვა კაცო. როგორ არა, გამოხატვის საშუალებები. როდესაც მე ვთქვი რომ მე მინდა ჩემი იდეოლოგია, ისიც მე მჯერა, არის ის რომ მე მინდა მქონდეს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. ავტომატურად ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვისაც იგივე მინდა. მინდა რომ შენც მქონდეს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. ახლა რაც შეეხება შენ რაც თქვი რომ აი შენო გავლენას ახდენო ვიღაცაზე. გავლენა შეიძლება იყოს მართლა ბევრნაირი. მაგრამ იცი რა შენ ვიღაცა გბაძავს შენ ვიღაცა ხო მავლეგავნა შენ ვიღაცა გბაძავს ამიტომ შენ ახლა მოდი ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრე თორემ მე შენ დაგიჭერ ეგ სხვა რა ეგ რა შუაში ეგ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრე არა შენი მავნე ჩვევები იყოს საჯარო სივრცეში შეზღუდული არა მე როცა ვთქვი რომ თუ სხვას არ ვაყენებ ზიანს ნიშნავს იმას რომ ზიანი უნდა იყოს ავტომატურად ნიშნავს რომ ზიანი უნდა იყოს პირდაპირ და უშუალო არა ნახეთ სხვადასხვა უბრალოდ არ გამოვა სხვანაირად ჩათვალე რომ შენ არასდროს პროგნოზირებადად არ გეცოდინება რაღაცა როქენი ამით მიაყენე თორე საზოგადოებას ზიანს იმიტომ რომ არაპირდაპირი და როგორ გითხრა არარეალური ზიანის ამოცნობა მისი ჩამდენისთვისაც კი შეუძლებელია არა თუ მისი გამომცნობისთვის მაგალითის ვამო როდესაც არ გინდა მოსმენა რა გავაკეთე რეკლამა ფართოდაა გავრცელებული სიგარეტის ვრცელდება გარკვეულ ქვეყნებში აკრძალულია სიგარეტის რეკლამა და იმ ქვეყნებში სტატისტიკას ამბობს რომ ახალგაზრდებში მოწევის რაოდენობა და პროცენტულობა არის ნაკლები. შესაბამისად, მავნე ზეგავლენა რამდენად გავრცელებულია და რამდენად თავისუფალია, სტატისტიკა გვეუბნება, რომ რაც უფრო შეზღუდულია, მით უფრო ნაკლებად მისაწვდომია და მით სასურველი ხდება ეს. აი უბრალოდ ყველაფერს ერთმანეთს ვურებთ ახლა სიგარეტის რეკლამამდე მივედით და მოდი რაღაცაზე ერთზე ჩამოვყალიბდეთ რომელიც ბოლომდე გავივლით ანუ დავხტივარ აქეთ ვერ დაგეწია ხან აქეთ ვიდიხარ ხან იქით ვიდიხარ და მოდი რაღაცაზე კონცენტრირდეთ კაცო მე გეუბნები რომ სიგარეტის რეკლამა არ ვიცი ვაფშე რა შუაში ამწუთას მე გეუბნებით რომ ანუ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება გარდა სხვა ადამიანზე ზიანის ვიყენებისა. ეს ზიანი, რასაც ვიძახი, არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული. მე შენ დაგინახე სიგარეტს ეწეოდი და მეც მომიდა სიგარეტს მოწევა, მე შენ ზიანი მომაყენე. ახლა ეს ხო არაფერში არ წერია, გესმის? ანუ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მე არ უნდა ჩავდიოდე რაღაცა ისეთ ქმედებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს მოგაყენებ შენ. პირდაპირობა და უშუალობა არის ის აუცილებელი კრიტერიუმი, რომელსაც თუმას არ დაუქვემდებარებ. უცბად გამოვა, რომ შენც კი ვერ გაიგებ, შენი რომელი ქმედება ვის მარზიანის მომტანია და შენ სრულად გაურკვეველი იქნება რა ქმედების გამო შეიძლება დაისაჯო და რა ქმედების გამო არ შეიძლება დაისაჯო. რატო ვერ გაგრო თუსაც იმიტომ რომ მე არ ვიცი ვიზე რა გავლენას მოახდენს ჩემი რაღაც ქმედება რომელიც მე არ ჩამიფიქრებია რომ ვინმეზე რამე კაი ან ცუდი გავლენა მოახდენოს ეგრე ვიქცევი უბრალოდ. და ვიღაცამ ახლა იცი რა მე შენ ხშირად იგინებოდი და მე გინება გადმომედო შენგან ამიტომ შეიძლება დაისაჯო ეს ხო არა გინება სხვა რაღაცა და სიგარეტის მოწევა ნებისმიერ რამეზე აიღეს მავნე ჩვევები არის ის რომ შენ უკვე აღარ ხარ დამოუკიდებელი იმისთვის რომ ამას მარტო გაუმკლავდე ან რთული არის მაგასთან გამკლავება არსებობს რაღაცა სისუსტეები ადამიანის ბუნებაში რომელზეც შეჯდომა ესე ვთქვათ მათ შორის ნარკოტიკებს ეხება ეს ქმნის იმას რომ მე უკვე შენი თავისუფალი ნება აღარ მუშაობს და ვიღაცამ რომ ცუდი წიგნი დაწერა ვიღაცამ დაწერა ცუდი წიგნი სხვა ეგ მაგიტომ არის კონტექსტური მაგიტომ არის კონტექსტურად უნდა შეიზღუდოს მეთქი მაგას გეუბნები ეს არ არის ესეთი აბსოლუტური უფლება ანუ თქვენ წიგნების შეზღუდვასაც ემხრობით თუ არ მოგწონს მის შინაარსს წიგნების შეზღუდვას არ ეხრო მაგრამ აბა მაშინ რა აზრი ვემხრობი ნარკოტიკურ საშუალებებზე ყველანაირ შეზღუდვას მათ შორის შეზღუდვას გულისხმობ პროპაგანდას და არამატო პროპაგანდას არამედ იმიჯს რომ ნარკომანი კაი ტიპი არ გეგონოს შენ კაი ტიპობაში არ გეგონოს შენ კაი ტიპი ნარკომანი ჩვენ ხომ ამაზე არ სკამათობ ჩვენ სკამათობ იმაზე რომ ადამიანს ბაღის წინ სკოლის წინ იქ სადაც ის არასრულწლოვანი არის მან დემონსტრირება გარკვეული მავნე ჩვევის ხომ არა მე ხო არ ვარ მომხრე იმისი რომ ბავშვებთან დავждდეთ და რა ვიცი იქ რაღაცა ამფეტამინი გავიყნოსოთ ხომ არა ამაზე ხო არის ბაზარი შენი პრინციპიდან გამომდინარე
ეს ხო ვიღაცა შეიძლება ესე ინტერპრეტირდეს. ვიღაცა შეიძლება მაგაზე კამათი არასდროს არ არის. კამათი არის იმაზე, არა მაგაზე არავინ არ კამათობს კაცო, ზოგადად არავინ არ კამათობს იმაზე, რომ საბავშვო ბაღში არ უნდა მიხვიდე და იქ როგორც გითხარით, რა ვიცი, ალფეტამინი არ უნდა გააბოლო. ამაზე ხო არ არის კამათი. კამათი მდგომარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ადამიანს თავის სხეული იმ დონეზე ეკუთვნის თუ არა, რომ რაღაც მოლეკულა, რომელიც შენ არ მოგწონს, მან რომ შეიყვანოს იმაში თავის სისხლში, შენ გამოიძახებ თუ არა პოლიციას დასაჭერად. ხო და ამ წუთას ჩვენ გვაქვს წესრიგი, სადაც ბაკოს სხეულში რაღაც რო ვიცოდეთ რაღაცა X მოლეკულა არის, ვიცით რომ ავტომატურად ეს კრიმინალია და უნდა გამოვიძახოთ პოლიციამ მის დასაჭერად. ხო და მე გეუბნებით რომ ეს არანაირი კონსერვატიზმი არ არის, არანაირი ქართველობა ეს არ არის, არანაირი ქრისტიანობა ეს არ არის, არაფერში ეს არ წერია. მე ამას გეუბნები. ქრისტიანობა შუაში მაგას. ქრისტიანობა რა შუაშია, რავი. ცოდვასთან ბრძოლო პირველი არა, როდის საპოლიტიკა დილეგში ჩაადა. თუ ვიღაცა ცოდვას ჩადეს, შენი პირველი აბოცანა არის. შენ არ დაუძახოს, შენ არავის არ არის. ცოდვასთან ბრძოლა არის. არა, შენ ქრისტეს არ უთქვამს, რომ შენ მოდი კეისარს დაუძახე, ეს კაცი წაიყვანე ციხეში დილეგში ჩააგდეთო. და ქრისტეს შეგონებები არავინ არ გიშლის, ადამიანს შენ მოსვენა უნდა. შენ ხო ახსენე კონსერვატიზმი მათ შორის არსებობდა, ესე იგი, ქრისტიანული საეკლესიო ისინი რა ქვია, წესრიგი, კანონები. კი ბატონო. ეს ამ კანონებით ხშირად როდესაც სახელმწიფო არ არსებობდა, სამეფო გაუქმებული იყო, ამ კანონებით სარგებლობდა საერო ადამიანები. შესაბამისად, ქართულ კონსერვატიზმში ზუსტადაც რო ჯდება ეს ლოგიკა. რა ჯდება კაცო, მეფეები ყავდა, რომელიც თრიაქს ეწეოდნენ. თრიაქს ეწეოდა, მე ეს რა ჯდება და ვინ ყავდა მე-20 საუკუნემდე ერთი კაცი მითხარი, რომელიც ქართველებმა გავასამართლეთ ნარკოტიკების მოხმარების გამო. თუ არ მიხმარდით? არა, ეგ თრიაქს რო ეწეოდა, ეგ შემჯდარი სხვა ქვეყნის გავლენებიდან გამომდინარე. არა, ჩვენ ქართველებს, ჩვენს მიერ შექმნილი წესრიგის დროს, რა წესრიგიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ არ დაგვიზჯია მოყვასი იმის გამო, თუ საკუთარ სხეულს რას უშვებოდა. არასდროს ეს ქართველებს არ გვიქნია. ეს გაგვაკეთებინეს კომუნისტებმა. ხო და ახლა ამ წუთას ქართველი კონსერვატორი სამილოში მეუნება ქართველი კომუნისტის ენით, რომ არა, არსებობს სხეული მას არ აი ეკუთვნის. ძალიან მარტივი რაღაც არსებობს ოპიუმების ომი. ოპიუმის ომის მაგალითი არის აბსოლუტ უნივერსალური მაგალითი, როდესაც ზღუდავდი და სხვა ქვეყანა მოვიდა ჩაერია და არ შეგეზღუდა, შენ არაფერი არ მოხდებოდა, არც ის ქვეყანა არ ჩაერეოდა. არა, თელი ოპიუმის ომის ამბავი მაშინ მდგომარეობს, რომ აკრძალვლებმა გამოიწვია ეგ. პირიქით. როდესაც მე აგრძალეს, გამოსწორდა რაღაც სიტუაცია და როდესაც განთავისუფლდა. ნუ კაი, ახლა ოპიუმის ომზე ხარ კამათობ. მე მგონი მოვრჩით, თუ კიდე დაგჭა. კი ბატონო, მოდით. ვერ დავასრულოთ. შეიძლება რაღაცა ბოლოსკენ წავიდეთ. ბოლოსკენ წავიდეთ მაშინ და ცირა არის რამოდენიმე ადამიანმა მთხოვა კითხები იყო ტიბუში მე ვნახე, კი ბატონო, სიამოვნები. კი ბატონო. და თუ რაღაც აი ერთ-ერთი არის პრაქტიკულ კიდე არის თუ არა ამერიკის ელჩი იაგოსთვის პატრიარქი. ო, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მაშინ შვიდათ ახსნი კონტექსტს ამ იმის, იმიტომ რომ არასდროს არ მომეცა მეგონა საშუალება ამის წესი რა დაახსნეს. ამერიკის ელჩის პატრიარქობის ამბავი იყო ასეთი. ესე იგი რამდენიმე წლის წინ ეს არის 2020 ან 2021 წლის დასაწყისი რომელიღაც ამ პერიოდიდან ესე იგი მთელი ქართული ოპოზიცია და ხელისუფლება დადის ამერიკის ელჩთან. აი ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხია და მთელი ეს ამბავი და აი საგიჟეთია მოწყობილი. ამ დროს გამოდის ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი ბატონი ნიკა გვარამია და ამბობს რომ ამერიკის ელჩი არის და არ მინდა გავიმეორო უბრალოდ ეს სიტყვები. აი ბევრჯერ გექნებათ ქართული ოცნების პროპაგანდა ხშირად ატრიალებს ამ კლიპებს. სადაც გამოდის ბატონი გვარამია და ამერიკის ელჩს უბრალოდ აგინებს. აი აგინებს აი როგორ გითხრა უშვერი სიტყვებით. და მე ვაკრიტიკებ ნიკა გვარამიას და ვამბობ რომ აი ხო არ ვაკრიტიკებთ აი ხო არავინ არ აკრიტიკებს საქართველოს პატრიარქს ასე. ანდა ვინმე რომ საქართველოს პატრიარქზე ასე თქვას, ასეთი რაღაცა გინება დაიწყოს, ხო არავის არ მოგვეწონება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ესე შეხედა, ამერიკის ელჩი არის ადამიანი, რომელსაც ადრე პატრიარქი აკეთებდა, შეგვარიგოს და დაგვალაპარაკოს. ის პერიოდია, თუ გახსოვთ, არ ვიცი, ამერიკის საელჩო დადიოდა ხოცებიდან ნაცები ყველა ერთად. ამ დროს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ამ ქალს რო აგინებს. ხო სწორი არ იქნებოდა, რომ ვიღაცას პატრიარქზე ეგინებინა. მე თუ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობ, მე ამ ელჩის ავტორიტეტს ვაღიარებ ისე, როგორც სხვა მოლაპარაკებებში, ვიღაცა შემრიგებლურ მოლაპარაკებებში აღიარებდა პატრიარქის როლს. ხო და ხო არ მოგეწონებათ მეთქი, რომ ვიღაცამ პატრიარქს აგინოს. ამით ვაკრიტიკებ გვარამიას, რომელიც ამერიკის ელჩს აგინებს. და იმ პერიოდში
მთელი ეს კოცები ყველანი საერთოდ დადიან ამერიკის ელჩთან. მე სხვათა შორის ხო იცით რომ ყველაზე ნაკლებად დავდიოდი ყოველთვის. ახლაც ყველაზე ნაკლებად გვეძახიან. და ეს ხალხი ყველას იდეაში ჩემს გარდა ყველას პატრიარქი გონია დღემდე და ქართული ოცნება თავად იმ პერიოდში ამაში მონაწილეობს. აქედან წელიწად ნახევრის შემდეგ არავის ეს ვიდეო არ გახსენებია, წელიწად ნახევარი, საერთოდ, იმიტომ რომ ნაცებს არ გახსენებიათ, იმიტომ რომ მაგათ ვაკრიტიკებ, გვარამიას ვაკრიტიკებ ამ შემთხვევაში. კოცებს არ გახსენებიათ, იმიტომ რომ თვითონაც იმ რაღაცაში მონაწილეობდა, ეთანხმებიან ჩემს ამ კრიტიკას, იმიტომ რომ მართლა გვარამიას თვითონაც აკრიტიკებენ ამაზე, ამ კონკრეტულ რაღაცაზე. და მე უბრალოდ 1-2 წლის მერე აქედან როცა რაღაცაზე გავაბრაზეთ ჯარის კანონზე თუ რაღაცაზე კოცები პარლამენტში, არ ვიცი, არ მინდა ზუსტად რომელი რაღაცაზე, მაშინ გამოაგდეს ეს ვიდეო დაჭრილი და თქვენს რომ იცი რა, იქ სადაც არ არის საუბარი იმაზე რომ გვარამიაზეა ეს ლაპარაკი. არ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ ვაფშე რა კონტექსტს ეხება, უკვე არც კოცები არ დადიან ამერიკის ელჩთან ასე და თვითონაც აკრიტიკებენ უკვე მეტნაკლებად, ანუ კონტექსტია შეცვლილი. ამ კონტექსტში აგდებენ ამ ვიდეოს ყოველგვარი კომენტარების და ყოველგვარი რაღაცის გარეშე და ამბობენ რომ აი ამერიკის ელჩი ამის პატრიარქია. ხო და აი როგორ გითხრათ, ამერიკის საელჩოში შეხვედრები რო იმართება ახლაც თუნდაც ჩემზე მეტად დადიან ის ხალხი, რომელმაც ეს თემა აწიეს. ჩემზე მეტად, როგორ გითხრათ, ხონდათ აი ესეთი პიიტეტური გამოხტომები სულ ამერიკის საელჩოს და ზოგადად უცხოელების მიმართ ის ახლა რო ატეხეს ჭუბი ერთი ამბავია. და მეორე ეს ეხება ერთ კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც მომრიგებელს, მთავარ მომრიგებელს ერთ-ერთი ოპოზიციონერი, არაკოცი, ოპოზიციონერი უბრალოდ უშვერი სიტყვებით ლანძღავს. და მე მაგალითი მოვიყვანე სხვა წინა შემრიგებლის რომელიც სულ იყო ხო უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იყო პატრიარქი. ანუ შენი გულისხმობა უწვიდეს და უნეტარესი ილია მეორე მაშინა პატრიარქი ასრულებდა, ეხლა ასრულებს. არა, ეხლა არ ასრულებს. ახლა ვაფშე არავინ არ ასრულებს, მაგრამ იმ დროს ასრულებს კი რა ასრულებდა კაცო, მე მონაწილეობდი ამ პროცესში, მიგაგებთ რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლა იყო. უბრალოდ პატრიარქი იმ პერიოდში რომ ესეთი არ ყოფილიყო ასაკი ისა, დარწმუნებული ვარ პატრიარქი იქნებოდა ამ ასეთი ტიპის მომრიგებლობის თავარი ფიგურა სულ იყო, გესმით? სულ იყო მანამდე. ის კონკრეტული მომენტი იყო და მომრიგებელს აგინებენ ესენი. ხო და ჩემი შედარება იყო ძალიან კონტექსტუალური, ძალიან გასაგები და ნუ ახლა როგორ გითხრათ, მე მივხვდი რომ როდესაც პროპაგანდა ესე მუშაობს ამის შენს წინააღმდეგ, ამ თავის მართლებას ზოგადად დიდად აზრი არ აქვს, მაგრამ ფაქტად ვიცით. შეგვიძლია ამის ყველაფრის ამოღება, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ, ყველაფრის ისა რა ქვია, გადამოწმება და ახლა უბრალოდ ვიცი რომ 1000 ტროლი და ბოტი შემოდის და რაღაცას რო ბოდავს, იმათთან ყავს აზრი არ აქვს. მაგრამ დაწყვეტილი ვარ, ადამიანი გაიგებს. ეს ისეთი სიტყვა იყო, ხო, ვერცხლში მოხდა. ეგ არ ვიცი ხა წავიკითხო თუ არა, მაგრამ მაინც აიკითხეთ, არ არის პრობლემა ნებისმიერ. ძალიან გვაინტერესებს იაგოსგან, ისევ იმ აზრზეა რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაეხსნას ახალგაზრდები რწმენის შეცვლის ფასად? ხო, ახლა რაც შეეხება მან რწმენის შეცვლის ფასთან ვაკ, ისა რა, მე თანახმოვარ კი რა, სულ ბედნიერი ვიქნები და სულ ვიამაყებ იმითი, რომ ბევრი ადამიანები დავიცავი მონობისგან, მაგრამ რაც შეეხება რწმენის შეცვლას. აი როგორ გითხრათ, მე არასდროს არ გავკადრიერებულ ვარ ისე, რომ მე თქვა, რომ მე დავაფუძნე რელიგია. გარდა იმისა, რომ მთავრობას ვატყუებდი და მთავრობას ადამიანი ცხოვრებაში ბევრჯერ ატყუებს. მთავრობის მოტყუების გამო ადამიანს რო დაარქვა რომ ის რა მან რელიგია შექმნა, ნუ მაშინ მთელ ქვეყანას რელიგიები ქონია შექმნილი. ჩვენ არასოდეს არავისთვის არ მოგვითხოვია რელიგიის შეცვლა. ჩვენ არავისთვის არასდროს არ მოგვითხოვია რამე რელიგიურ რიტუალში ყოფნა. ყოველთვის ჩვენი განცხადება იყო რომ ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შვილები, მათი მრევლი, ანუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იმისი ეპისკოპოსების, ანუ საქართველოს საპატრიარქოს, როგორ გითხრათ, არ ვიცი, სულიერი შვილი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ყველაზე უცოდველი მე არა ვარ სამყაროში. ისევ როგორც დარწმუნებული ვარ, ბევრი სასულიერო მოღვაწე არც თავიანთ საკუთარ თავს არ თulis ანგელოზად. და არც არის შეიძლება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შეიძლება დაგვაბრალოს ადამიანმა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ახალი რელიგია დააფუძნეს. რელიგიების ასე დაფუძნება ზოგადად არ ხდება. ჩვენ ადამიანებს მოვაწერინეთ ხელი ჯარში არ წასვლაზე. ძალიან სასაცილო საბუთზე. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ რადონის სასაცილო ამბავია, როცა ვიღაცა მოდის და გეუბნება, რომ ამ საბუთს მაწერე ხელი, მთავრობას ვატყუებ, თვითონ შენ ჩემი მღვდელმსახური ხარ და ჯარში არ წახვალ და ამ დროს ვიღაცა მოდის და მეუბნება, ეს მართლა მღვდელმსახური გახდა და მე სერიოზული განზრახვა არ მქონია, რომ ეს კაცი მღვდელი ყოფილიყო. ამ კაცს არ ქონია განზრახვა, რომ სასულიერო პირი ყოფილიყო თვითონ. ანუ არც ჭყალებში იმას ვინც აკურთხა. არც თვითონ ამ კაცს. არც იმ
გაერთიანებას, რა გაერთიანებას ჩვენ გვაქვს. არასდროს სურვილი არ ქონია ყოფილიყო ეკლესია. არასდროს სურვილი არ ქონია იმაში, რა ქვია, სასულიერო იმაში რიტუალებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვინდოდა ადამიანები მთავრობის მონობისგან დაგვეხსნა. ხო და ვიღაცა თუ მეტყვის რომ იცი რა შენო რელიგია დააფუძნეო, ისეთ საპატიო რაღაცას მეუბნებიან რომ შეიძლება ამაზე მადლობა უნდა უთხრა ვიღაცას, მაგრამ არ მიქნია ეს. ვარ კონკრეტულად სულ ვიყავი, მაიცა დავასრულებ, მაგრამ სულ ვიყავი. მონაწილეობდი ამ დრომდეც მერეც სხვადასხვა სასულიერო რიტუალებში, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის შვილი, დღემდე ვარ, გადაცემებს ვაკეთებ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ანუ იცი რა ამ დროს შენ მეუბნები რომ შენს მიერ ვიღაცა საბუთ გაცემული პირი სასულიერო პირია და არ მივაჩნია მე ის სასულიერო პირად. შენ რატომ მიგაჩნია? იცი რა ქრისტიანობაში არის ესეთი მომენტი რომ სულ იარაღით რომ დაგადგნენ და როგითხრა რა რწმენის ხარ. შენ უნდა თქვა ქრისტიანი ხარ. ანუ არ უნდა უარყო ეს. ძალიან პრინციპული ამბავია. და არავის არ უარყვია, მე არავის არ მომითხოვია ქრისტიანობის უარყოფა. იმადის ადამიანები ხო ამბობდნენ რომ მე არა ვარ ქრისტიანი, არა არც ამ ადამიანებს არ უთქვათ. მე არ მიკითხავს ამ ადამიანებისთვის რა რელიგიის წარმომადგენელი იყო. სად გადადიოდა და გადმოდიოდა. არაფერი არ მეკითხავს. მოდიოდა ჩემთან კაცი ჯარში არ მინდა წასვლა. კაი ძვირფასო. ჯარში არ გინდა წასვლა, ეს საბუთი წავიღე მიუტანე კომისარს. არასდროს ამ ადამიანებს არც ერთ ეტაპზე არ ქონდათ იმის არჩევანი, არავის ეს პატურის არ უკითხავს, რომ ის არის თუ არა ქრისტიანი და უარს აცხადებს თუ არა ქრისტიანობაზე. ასეთი კითხვა არასდროს არ ყოფილა. მოვიდეს 50000 ასეთ საბუთია გაცემული სხვადასხვა დროს. ერთი ადამიანი ხო შეიძლება გამოჩნდეს და მითხრას რომ მე ხატზე დამაბიჯებინეს ფეხი და ქრისტე უარ როგორც არის რა. უარ ვყავით. კაი, ბოლოს შეკითხვა ბარემ და ეხლა დანარჩენი პრინციპში მეორდება. ანუ საგარეო პოლიტიკას ეხება. ნუ ძალიან გთხოვ ერთი კითხვა დავოსვი იაგოს. აქვს თუ არა ამერიკას დასარეკი ევროპაში? ყავს თუ არა მეგობრები? თუ ყავს, მაშინ რატომ არ ეხმარებიან ირანთან ომში? ძალიან მარტივად გიპასუხებთ ამაზე. იცი რა, ეგ სანდრო რაქვიაშვილმა თქვა თუ არ ვწდები დებატებზე ქართულ ოცნებას კითხა სადღაც რომ სათყავ დასარეკიო და ბიჭო აი ტრამპს დასარეკი რომ არ კონდეს. აი ტრამპს რა დაუშავდება ამითი? იქეთ უნდა დაურეკონ. ანუ მე ზოგადად მართლა ნატოსი არ მესმის. ანუ ტრამპისგან ნატოსი 80%-ს მე ვიხდიდე სადღაც. აი რაღაცა ორგანიზაცია გვაქვს შექმნილი ჩვენ. 80%-ს მე ვიხდი აქ. დანარჩენი აგერ სიტყვაზე დანარჩენი 3 ადამიანი ამ 20%-ს ის მე გეუბნებით რომ იცი რა ახლა ბრძოლა საჭირო. 80%-ს ვიხდი. და თქვენ მეუბნებით დავაი დაახვი ახლა აქედან ჩვენ გადავწყვიტავთ უმრავლესობით როგორ როდის ჩავერთვებით და როდის არ ჩავერთვებითო და მასეთი ორგანიზაციიდან ისედაც გამოსასვლელია 80% თუ გაქვს გესმის და ნატოს 80% გაქვს ამერიკის შეერთებული შტატები ხარ და ვის უნდა დაურეკო და მაგრამ როცა საქართველოს ხარ და ნებისმიერმა სამეზობლოში და სხვა კიდე სამეზობლოს იქიდან რამე რო გესროლოს იმის უნარი არა გაქვს რომ ერთი ჩამოაგდო ერთი ბუკი გვაქვს თუ არ ვწდები საერთოდ და დასარეკიც არ უნდა გქონდეს და ამერიკას იმის გამო დასარეკი ექნება თუ არ ექნება ტრამპის პოლიტიკის გამო იმდენი ბომბი აქვს სამაგიეროდ რომ აქეთ დაურეკოს ყველამ ამიტომ ეს კითხვა რელევანტური არ არის ამის თქმა მინდა იბა საგარეო პოლიტიკაზე სხვა დროს ვიკამათოთ მე განსხვავებული პოზიცია მაქვს დიდი მადლობა მოკლედ მადლობა შენ მოწვევისთვის იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა დაწერეთ შეკითხვები მეტნაკლებად გიპასუხებთ თუ ძალიან ბევრი არ იყო რა თქმა უნდა მეც ვეცდები რომ რამდენიმე შეკითხვაზე გიპასუხოთ თუ ამ ვიდეოს ქვეშ ვიპოვი მადლობა ყურადღებისთვის მოვა შეხვედრამდე კარგად იყავით